საღამოშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დიდი თავყრილობა ერევანში მეზობელ სომხეთში ვხედავთ იმას, რაც აქამდე არავის არასდროს უნახავს. სომხეთი ევროპელი პარტნიორებისთვის საკუთარი ქვეყნის კარს აღებს და პირიქით ევროპას ერევანთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადახავს. ხოლო მაშინ, როცა დასავლური ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერები სომხეთში თამამად დააბიჯებენ, საქართველოს ისევ ბრიუსელის და იმ ოჯახის კრიტიკითაა დაკავებული, რომლის წევრობაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ანაცვლებს თუ არა რეგიონში სომხეთი საქართველოს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ვიწყებთ ჩვენ სტუმრებთან საუბარს და წარმოგიდგენთ კიდეც პირველ სტუმარს დიპლომატი ვალერი ჩეჩელეშვილი გახსნის დღევანდელ გადაცემას. გამარჯობა ბატონო ვალე და მადლობა სტუმრებისთვის. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ვალე, აი დიდ თავყრილობას ვადევნებთ მართლაც თვალყურს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის წევრი და რეგიონული ქვეყნების პირველმა პირებმა მოიყარეს თავი. სომხეთში ჩავიდა კანადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, სომხეთში იმყოფებოდა საქართველოს მთავრობა, ამიტომ მოდით დავიწყოთ სწორედ იმით, რას ნიშნავს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის სომხეთში ჩატარება და ევროკავშირის მიერ ურთიერთობებში სომხეთის წინ წამოწევა ქვეყნის, რომელიც ახლახან ჯერ კიდევ არც ისე შორეულ წარსულში რუსეთის მოკავშირე ქვეყნად ითვლებოდა. გითხარით, რა ადგილი შეიძლება დაიკავოს სომხეთმა ახალ გეოპოლიტიკურ უკაზე? მე ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა მიულოცოთ ჩვენ სომეხ კოლეგებს ის, რომ ამისთან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა ერევანში. ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი იკავებს ღირსეულ და მნიშვნელოვან ადგილს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში და მისი საერთაშორისო ავტორიტეტი სერიოზულად იზრდება. ყოველ შემთხვევაში სამივე კომპონენტი ამ სამიტის, ამ ღონისძიების იყო ძალიან წარმატებული. თვით ეს ევროპული თანამეგობრობის შეკრება, ორმხრივი შეხვედრები და მერე დაგვირგვინება ამ პროგრამის ევროკავშირის სომხეთის სამიტის ჩატარებით, რომელმაც მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სომხეთისთვის. ეხლა ყველაფერთან ერთად ეს არ არის მარტო სომხეთის გამარჯვება, ეს არის იმ ფაქტის დადასტურება, რომ სამხრეთ კავკასია არ გამქრალა ევროკავშირის ინტერესების რუკიდან. მეტადრე რომ 28-ში, ანუ 2 წლის შემდეგ ეს სამიტი ჩატარდება აზერბაიჯანში და ვიმედოვნებ, რომ თუ 28-ში ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში, შეიძლება 29-30-ში საქართველოს ჯერიც მოვიდეს და ჩვენ ჩავატაროთ ასეთი სამიტი. ყოველ შემთხვევაში ძალიან ასე თქვათ მკაფიოდ და კომპაქტურად ყოველივე ეს აღწერა პრეზიდენტმა მაკრონმა, რომელმაც განაცხადა, რომ 8 წლის წინ წარმოუდგენლიც კი იყო სომხეთში ასეთი ღონისძიების ჩატარებაო და ეხლა ეს რეალობა გახდაო და მე ამას დავუმატებდი, რომ 8 წლის წინ სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა ამისთანა სამიტის ჩატარება საქართველოში. სამწუხაროდ დღეს ჩვენ მოკლებული ვართ ამ შესაძლებლობაზე. ბატონო ვალე, აი ვიდრე ვისაუბრებდით იმაზე, რა პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღება შეუძლია როგორც სომხეთს, ისე ზოგადად რეგიონის ქვეყნებს, იქამდე რამდენიმე გარემოებაზე მინდა დაგისვათ კითხვა და მათ შორის მინდა ვისაუბროთ სომხეთზე როგორც უსაფრთხო ქვეყანაზე და აი რას გულისხმობ. სხვა ლიდერებს რომ თავი დავანებოთ, ხედავთ რომ სომხეთში ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთთან საომარ მოქმედებებში ყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და ეს გააკეთა მაშინ, როცა სომხეთში არის უზარმაზარი რუსული სამხედრო ბაზა, ხო, გიუმრის ბაზას გულისხმობ და სომხეთში ჩავიდა მაშინ, როცა რუსეთს სავარაუდოდ თავისი ჯაშუშური ქსელიც უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში და შესაბამისად საინტერესოა ესეც რა მესიჯია, რომ ზელენსკი პერსონა, რომელიც არის რუსეთის მთავარი სამიზნე, როგორც ამ დღეებში ვხედავდით, სრულიად თავისუფლად გრძნობდა თავს სომხეთში და გიუმრის ბაზა, რადგან ვახსენე ემანუელ მაკრონი ამ წუთებში უშუალოდ ამ ქალაქშია ჩასული, სადაც აი სწორედ ახლა კულტურულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ბარემ აქვე მაკრონთან მიმართებაშიც კითხავთ. აი მაკრონის იქ ჩასვლაც ეს არის თუ არა როგორც სომხეთის ისე მთლიანად ევროპული სახელმწიფოების გზავნილი კრემლისთვის და თუ კი ეს ასეა, მაშინ რა შინაარსის მატარებელია ეს გზავნილი? ხო, ну ის ფაქტი, რომ ზელენსკი ჩავიდა, უბრალოდ იმაზეც მიუთითებს, რომ საერთოდ ზელენსკი ძალიან ბევრს მოგზაურობს ბოლოდოს და საერთოდ უნდა ვთქვა, რომ დიპლომატია უკრაინული არის ძალიან აქტიური და ძალიან წარმატებული. მაგალითად, შეიძლება ჩვენ ის გავიხსენოთ, რომ ამ ირანთან მიმდინარე ომის ფონზე
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები პრაქტიკულად ზელენსკიმ გამოგლიჯა კლანჭებიდან რუსეთს და ისარგებლა რა შექმნილი ვითარებით, მაგრამ ეს შექმნილი ვითარება ეს ერთია, მაგრამ ამის გამოყენება და შესაბამისად, ანუ კარგად გააზრებული კარგი მიზნებად ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკის წარმოება ეს კიდევ სხვა საქმეა. ნუ ორჯერ ესტუმრა მაგალითად საუდის არაბეთს და საუდის არაბეთთან გაერთიანებულ არაბულ ემირატებთან და კატართან თავდაცვითი ხელშეკრულებები გააფორმა. ეს პრინციპში ამის მნიშვნელობა დღეს ტრამპმაც აღიარა საკუთარ ინტერვიუში. და რაც შეეხება ჩასვლას ერევანში, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად მუშაობს უკრაინის დაზვერვა და დიპლომატია. ძალიან კარგად ხედავს ყველა, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ დანარჩენი ევროპაც, რომ რუსეთის გავლენის პოტენციალი შეიზღუდა სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის სომხეთში და მიუხედავად იმისა, რომ 3 თუ 4000 სამხედრო მოსამსახურე არის 102 გიუმრის ბაზაზე, პრაქტიკულად ისინი იქ არიან ლოკალიზებულები და არავითარი სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, სრულიად თავისუფლად და ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩატარდა ეს სამიტი, რისიც დიდი მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, და კიდევ გამოვიდები, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის შესაძლებლობები რეგიონში მკვეთრად არის. არა და როგორც თქვენ აღნიშნეთ რამდენიმე წუთის წინ, მაკრონმა გუშინდელ სამიტზე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სომხეთში არავინ ჩავიდოდა და ახალ ნიშნულზე გადასულ ოფიციალურ ურთიერთობებსაც რომ თავი დავანებოთ, ბატონ ვალერ, ამის მიღმაც ბევრი საინტერესო კადრი ვნახეთ ამ ორ დღეში სომხეთიდან ვნახეთ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ერევნის ქუჩებში მოსეირნე ემანუელ მაკრონი, ვნახეთ მაკრონი, რომელმაც დილა ვარჯიშით დაიწყო ერევანში და დღეს უკვე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სომხეთის პრემიერი და ევროპელი ლიდერები როგორ უშუალო ურთიერთობებში იმყოფებიან, უკვე სამუშაო მაგიდის მიღმა უყურეთ, ხო გიყურებიათ, როგორ მღეროდა ემანუელ მაკრონი დრამზე ფაშინიანის საკომპანიმენტით და მოკლედ ძალიან საინტერესო კადრები ვნახეთ მართლა ერევნიდან. აი რა ტიპის ურთიერთობები ყალიბდება, ესეც მინდა გკითხოთ, არა სომხეთსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და არა სომხეთსა და ევროკავშირს შორის, არამედ უშუალოდ პერსონალურ დონეზე. ნუ ერთი მეორესთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, დიპლომატიაში პირად კავშირებს და პირად ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებული ურთიერთობა ყოველთვის ახასიათებდა სომხეთისა და საფრანგეთის ურთიერთობებს, მაგრამ ეხლა ვითარება შეიცვალა რა კუთხით, იმიტომ რომ ადრე ეს ყოველთვის გამოიყენებოდა იმისთვის, რომ თქვათ დაძაბულიყო ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ ეხლა ნორმალიზება ხდება ურთიერთობების აზერბაიჯანსა და საფრანგეთთანაც, შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ახლა გაფორმდა სომხეთსა და საფრანგეთს შორის, ის ხელს უწყობს და არა უპირისპირდება სამშვიდობო პროცესს, რაც თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ეს ასევე განაპირობებს იმას, რომ და იმაზე მიუთითებს, რომ პაშინიანის როგორც ლიდერის სჯერავთ ევროპელ ლიდერებს, ისინი აფასებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს პაშინიანი, ყურადღებით არ მარტო ჩვენ, მე და თქვენ და ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ ევროპელებმაც ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდნენ იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც აწარმოებდა ნიკოლ პაშინიანი კრემლში, პუტინთან და რა დემოკრატიის გაკვეთილები ჩაუტარა მას, დიდი სიამოვნება იყო ამის ყურება და პრინციპში ამის ყოველივის შედეგად მიაჩნიათ შეუქცევადად ევროკავშირის მიმართულებით სომხეთის შემოტრიალება და ევროინტეგრაციის კურსის გაძლიერება. ამ კონტექსტში ისმის კიდევ ერთი კითხვა, სურათი, რასაც ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით ვუყურებთ. იძლევა თუ არა საფუძველს თქვათ, რომ აი საქართველოს ჩვენს რეგიონში ანაცვლებს სომხეთი, ანუ შეუძლია სომხეთს რეგიონში ჩვენი როლის და ფუნქციის შეცვლა, საქართველოს ჩანაცვლება ასეთი მარტივია? არა, ბოლომდე რა თქმა უნდა დასმაც არ არის თვალ მე მგონი ბოლომდე ეს სწორედ დასმული კითხვაც არ არის, მაგრამ პრინციპში მე მესმის კონტექსტი თქვენი კითხვის და მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს, იმიტომ რომ გეოგრაფიას და გეოპოლიტიკას ვერავინ ვერ უარყოფს და ეს ყველაზე კარგად ესმით თვითონ სომხებს. გაიხსენეთ ევროპარლამენტში ნიკოლ პაშინიანის გამოსვლა,
რომელიც იქ მოგვევლინა საქართველოს ადვოკატთან, ევროკავშირთან ურთიერთობებში. და სომხეთს ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოსთან ერთად გაცილებით უფრო სწრაფად გაივლის ევროპამდე გზას, ვიდრე საქართველოს გარეშე. და ასევე ჩვენც გვესმის ეს, რომ ხელ-ხელ ჩაკიდებულები ჩვენ ორნი გაცილებით უფრო წარმატებულები ვიქნებით ევროინტეგრაციის გზაზე. უბრალოდ დღეს ამის გამბედაობას და ამის პოლიტიკურ ხედვას და ამის პოლიტიკურ ნებას ავლენს სომხეთი და სამწუხაროდ ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი მთავრობა და პარლამენტი, განსაკუთრებით პარლამენტის სპიკერი, იმით რომ აბსოლუტურად ანტიევროპულ რიტორიკას აძლიერებს გამოსვლიდან გამოსვლამდე და რა თქმა უნდა ევროპელები ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან, ამას ძალიან განიცდიან, იმიტომ რომ ეს პრინციპში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ახლა თქვენ თუ დააკვირდით პაპუაშვილის გამოსვლებზე საერთოდ პასუხი არავის არ გაუწია ევროკავშირში, იმიტომ რომ ეხლა ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან ძალიან სასაცილოდ ჟღერს. ეს უბრალოდ ჩვენმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ეთყობა ბატონ შალვა პაპუაშვილს დაავიწყდა რა იყო საბჭოთა კავშირი იმ ტროიკებით, მილიონობით ხალხის დახვრეტა სარდაფებში, გადასახლება, გასახლება, მკვლელობები და ასე შემდეგ და ის რომ საბჭოთა კავშირი იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელსაც მართავდა პოლიტბიუროს 15 წევრი. და ეს 15 წევრი არ წარმოადგენდა 15 საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას. არამედ იქიდან დაშვებული, ანუ გადაწყვეტილებები ავტომატურად იყო მიღებული და გაზიარებული და ხორციელდებოდა ყველა რესპუბლიკაში. ამიტომ SSRK არ იყო არც საბჭოთა, არც სოციალისტური, არც რესპუბლიკების და არც კავშირი. ბატონო ვალერა, სწორედ იმ კონტექსტში რა ღრმა კონფრონტაციაც შეიქმნა ბრიუსელსა და ქართულ ოცნებას შორის და იმ კონტექსტშიც რა სურათსაც ვხედავთ, რა თავყრილობასაც ვხედავთ ერევანში, კიდევ ერთხელ აქტიურდება კითხვა, აი ჩვენ საქართველოს სად ვართ მასში, როდესაც ევროკავშირი სომხეთთან პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე ახავს. აი თქვენ იცით, რომ ერევანში გამართულა სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძეც მონაწილეობდა და თქვენ გეოგრაფია ახსენეთ და როგორც ირაკლი ყობახიძემ დაკავშირებადობის თემაზე გამართული დისკუსიისას აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით შავ ზღვასთან არაერთ ქვეყანას აკავშირებს, ანუ საქართველოს ხელისუფლება ხაზს უსვამს სწორედ საქართველოს გეოგრაფიას და რეალურად ამბობს იმას, რომ საქართველოს გარეშე არანაირი შუა დერეფანი არ გამოვა. აი ამ კონტექსტშიც მინდა კითხვის დასმა, ის რომ საქართველოს თავისი ადგილმდებარეობით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ის რომ დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპას ვჭირდებით. აი რამდენად ნიშნავს იმას, რომ იმის მიუხედავად დემოკრატიულობის რა ხარისხია ჩვენს ქვეყანაში, მაინც მიგვიღებენ და თანამშრომლობას მაინც დაიწყებენ. თანამშრომლობას გააგრძელებენ, ოღონდ არ მიგვიღებენ. იმიტომ რომ სავსებით მართალია ბატონი ირაკლი ყობახიძე, როდესაც ლაპარაკობს იმას, რომ გეოგრაფია, გეოპოლიტიკა ჩვენ ადგილმდებარეობას ვერავინ ვერ შეცვლის, ვერავინ ვერ უარყოფს, აბსოლუტურად ამაში მართალია. ოღონდ ეს ქართული ოცნების დამსახურება არ არის. ეს არის ჩვენი წინაპრების დამსახურება, რომელმაც უზრუნველყეს ის შენარჩუნება საქართველოსი ამისთანა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გარემოში და ამისთანა გეოგრაფია მოგვცეს ჩვენ. მაგრამ იმისთვის რომ ჩვენი უპირატესობები გამოვიყენოთ სრულფასოვნად, მთლიანად აუმოქმედოთ ეს ამოუწურავი პოტენციალი სატრანსპორტო საკომუნიკაციო დერეფნის და ასე შემდეგ, ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან ბუნებრივი და კარგი კავშირები არა მხოლოდ აღმოსავლეთთან, არამედ დასავლეთთან და პირველ რიგში 500 მილიონიან ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე მიმზიდველ ევროკავშირის ბაზართან და მასთან ასოცირებული ქვეყნების ბაზართან, როგორიც არის მაგალითად დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია და ასე შემდეგ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგრამ დიდი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებით არიან დაკავშირებული მასთან. თუ ჩვენ არ გვექნება სტრატეგიული თანამშრომლობის სერიოზული ხარისხი ამ ქვეყნებთან, მაშინ ჩვენ ბოლომდე ვერ ვისარგებლებთ იმ ამოუწურავი პოტენციალით, რომელიც ჩვენ ხელში გვაქვს ამ ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის შედეგად. და ზუსტად ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ დღეს ნდობა ჩვენი ევროპელი პარტნიორებიდან დავკარგეთ. ანდა როგორ შევინარჩუნებთ ამ ნდობას, როდესაც ისმის ასეთი შეფასებები ევროკავშირის მიმართ, როგორც ჩვენ გვესმის, იგივე ბატონი შალვა პაპუაშვილისგან და
შესაბამისად, ვიდრე აი 4 საკვანძო მიმართულებით, ხომ? ეს 4 საკვანძო მიმართულება შეიძლება ჩვენ 4 სიტყვაში ჩამოვაყალიბოთ. ეს არის არჩევნები, კანონები, პატიმრები და ანტიევროპული პოლიტიკა. აი ამ 4 მიმართულებით თუ არ შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის და თუ არ გამოამჟღავნა მთავრობა მზადყოფა იმისთვის რომ მოძებნოს კომპრომისები და სხვათა შორის ამ კომპრომისების მოძებნა არის საჭირო არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ ველზე, არამედ შიგნით, შიდა პოლიტიკურ გარემოშიც, იმიტომ რომ ეს ნაპრალები, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, კი არ უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს, არამედ უნდა ამოივსოს და უნდა გაქრეს. სხვაგვარად ჩვენ ვერ გავხდებით, ვერ დავბრუნდებით ევროინტეგრაციის გზაზე სრულფასოვნად. შესაბამისად, ეს ყოველივე არის გასაკეთებელი ჩვენი. ეხლა ხშირად გვესმის ჩვენ, რომ ბატონი ირაკლიც ამბობს ამას, რომ აი ჩვენ შანტაჟის ენას არ დაგვემდებარებით, ეს შანტაჟის ფონზე ჩვენ არავითარ ყურადღებას ამას ყოველივეს არ ვაქცევთ. ეს არ არის არავითარი შანტაჟი. ეს არის ის, რომ ჩვენ ვინაიდან ჩვენ თუ გსურს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ უნდა მივიღოთ შესაბამისი თამაშის წესები, რომელიც არის ამ ორგანიზაციაში. კი ბატონო, თუ ჩვენ არ გვინდა იქ გაწევრიანება, მაშინ შეიძლება არ მივიღოთ და არც არავინ დაგველაპარაკება. ევროსტრუქტურების წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოწოდებებზე, რაც ისმის ქართული ოცნების მისამართით ჩვენ ისევ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ევროპარლამენტმა, უბრალოდ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს საკითხზე მორიგი ანგარიში მიიღო, დღეს ეყარა კენჭი ამ დოკუმენტს და დამტკიცდა კიდეც, თუმცა ამაზე რამდენიმე წუთში იქამდე აი სომხეთში გამართული სამიტის თემა მინდა ამოვწუროთ და აი კიდევ ერთი მიმართულება რამაც ამ სამიტის ფარგლებში მიიქცია ყოველ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ყურადღება, იცით რომ სრულიად მოულოდნელად სწორედ ამ სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა ვიხილეთ და აი ზუსტად ამაზე მინდა ახლა თქვენი შეხედულება, თქვენი სათქმელი გვითხრათ, მათ შორის რამდენიმე წუთიანი კომუნიკაცია შედგა, რასაც გამოლაპარაკებაც შეიძლება დავარქვათ. აი გითხარით იმ არასახარბიელო სიტუაციაში, რა სიტუაციაც არსებობს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. თქვენი აზრით, რა უნდა ეთქვა ზელენსკის კობახიძისთვის, კობახიძის ზელენსკისთვის და რაზე მეტყველებს მათი გამოლაპარაკების ფაქტი? სხვათა შორის უნდა ვაღიარო, რომ მე არ ველოდებოდი, რომ ეს შეხვედრა შედგებოდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. სავარაუდოდ არც არავინ ელოდა. ხო, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, მაგრამ როდესაც მე ვფიქრობ, რატომ და რისთვის შეხვდა ერთმანეთს ორი დელეგაცია, მე რამოდენიმე დასკვნამდე მივდივარ. პირველი მე ვფიქრობ, რომ ჯერ ერთი კარგია რომ ეს შედგა. ვფიქრობ რომ ის რაზეც ილაპარაკეს დაახლოებით კარგად არის აღწერილი ორივე მხრიდან, რომ ის იყო ზოგადი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები და გავამყაროთ, ასე ვთქვათ, დაუბრუნდეთ მეგობრულ პარტნიორობას და ასე შემდეგ. გასაგებია რატო სჭირდებოდა ეს ზელენსკის, იმიტომ რომ ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია და აინტერესებს ურთიერთობა ყველა პოტენციალურ პარტნიორთან, ხოლო საქართველოსთან, რა თქმა უნდა, უკრაინას აკავშირებს მრავალწლიანი ან მრავალსაუკუნოვანი თუ გნებავთ ძალიან განსაკუთრებული ქიმიით, ასე ვთქვათ, შემკული ურთიერთობა. თუმცა ამის საჭიროება ზელენსკის ომის ამდენ წლიან პერიოდში არ დაუნახავს და ეს მოხდა სწორედ ახლა. ეხლა ეს მოხდა, კი, ნამდვილად და ალბათ მე ამას ვხედავ მხოლოდ ამ მოტივს, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესოა რატო დათანხმდა ქართული მხარე ამ შეხვედრას და დათანხმდა როგორც ბატონმა ირაკლი კობახიძემ აღიარა თვითონ მყისიერად. ჯერ ერთი მე ვფიქრობ, რომ ბატონი ირაკლი თვითონ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, ალბათ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული თბილისში და რაღაც ერევნიდან გადმოირეკა თბილისში ვისთან? ეს როგორც მინიმუმ. გასაგებია ახლა ვისთან დარეკავდა ახლა ისე პრინციპში ინსტიტუციონალურად ნომერ პირველი პირი საქართველოში არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ამისთანა სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილებები და ეს იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება. ნამდვილად ბატონი ირაკლი თვითონ დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. მიანიშნებთ ბიძინა ივანიშვილს, ამბობთ რომ ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს მე მკარნახობს შემდეგს, რომ მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების წიაღში დაიწყო გადააზრება ასე ვთქვათ, რუსეთის როლისა და გავლენის პოტენციალის ასე ვთქვათ, მოცულობის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში. ანუ
კარგად ხვდებიან, უკვე ვფიქრობ ქართულ ოცნებაშიც და ალბათ პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ თუ ვინმეს აქვს პირველ წყაროდან ინფორმაცია, მათ შორის ოლიგარქიული წლებიდან, ეს არის ბატონი ბიძინა, რუსეთი სუსტდება, მისი გავლენის ხარისხი მცირდება და შესაბამისად არის უკვე დრო, რომ მოხდეს საგარეო პოლიტიკის რესტრუქტურირება და რაღაც მანევრების. მაშინ რა შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამბობთ, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო რუსეთის პოტენციალის გადააზრება და რა შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში. თვითონ ირაკლი კობახიძე და მინდა რომ მისი პოზიცია რა განცხადებებიც გაკეთდა ზელენსკისთან შეხვედრაზე გავახსენოთ მაყურებლებს, ის ამბობს, რომ ზელენსკისთან აუდიენცია იყო მეგობრული და საინტერესო, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ის მედიასთან ამ თემას. საქართველოს პრემიერმა დღეს უკვე ერთი მხრივ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ამავე დროს კი განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია უკრაინასთან არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები, მათ შორის ხელისუფლებებს შორის. ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველა გონივრული ნაბიჯი შეიძლება გადაიდგასო. დღეს ესეც კი თქვა ირაკლი კობახიძემ. შესაბამისად, რა შეიძლება შეიცვალოს ორი ქვეყნის და ორი ქვეყნის ხელისუფლებების ურთიერთობაში და რა შეიძლება იყოს თქვა ის გონივრული ნაბიჯები, რისი გადადგმაც შეიძლება მოუწიოს ერთი მხრივ თბილისს და მეორე მხრივ კიევს. აი თუ ჩვენ ეს ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, თუ ეს ნამდვილად არის სახეზე, მაშინ მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ უკრაინის ელჩს თბილისში და საქართველოს ელჩს კიევში. და შემდგომ შეიძლება სხვა ნაბიჯებიც მოყვეს ამას, მაგრამ ეს კიდევ სანახავია. ამას ვნახავთ, დავაკვირდებით. ბატონ ვალერ, აუცილებლად დაგისვავთ კითხვას იმ რეზოლუციაზე, რომლის შესახებაც რამდენიმე წუთის წინ გითხარით, უბრალოდ ორი კრიტიკულ ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა იქამდე ერთი კითხვა, რადგან ის რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილშიც საუბრობდით, უშუალოდ რუსეთთან მიმართებაში, მით უფრო რომ 9 მაისი ახლოვდება, იცით რომ მოსკოვი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 91 წლის თავის აღნიშვნისთვის ემზადება, ამ მიზნით დროებითი ცეცხლის შეწყვეტაც გამოცხადდა, თუმცა აი ამ დროებითი ზავის პარალელურად და ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთში 9 მაისის აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ. ხო, აი შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის პრეზიდენტი იქით ამყოფებს მოსკოვს, არ ვიცი, შეიძლება თუ არა მას დავარქვათ ფსიქოლოგიური შანტაჟის წრეხის ქვეშ. კი ბატონო, აი როგორ ფიქრობთ, როგორ ჩაივლის რუსეთში 9 მაისი, მოსკოვში 9 მაისი და მეორე მხრივ უნდა მიეცეს თუ არა რუსეთს საშუალება აი ეს დღე ისეთ მშვიდად და წყნარად ისე იყოს. ესე იგი, ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ბატონი ვლადიმირ პუტინი გახდა იძულებული დაერეკა ტრამპისთვის, მისთვის შეესჩივლა და ეს თხოვა მისთვის, რომ ზელენსკისთვის ეთხოვა ტრამპს, რომ არ მოეხთინა იერიშები დრონებით წითელ მოედანზე უკრაინელებს 8-9 მაისის პერიოდში. მაგრამ აი ამ ვითარებაშიც პრინციპში უკრაინულმა დიპლომატიამ მოუგო რუსულ დიპლომატიას და რატომ დღეს განაცხადეს უკრაინელებმა, რომ ისინი მზად არიან დღეს ღამითვე გამოაცხადონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უფრო მეტი ცალმხრივად აწესებენ ცეცხლის შეწყვეტას რუსეთთან მიმართებაში. და ამას მოაყოლეს, რომ ჩვენ გავაანალიზებთ და დავინახავთ თუ რა პასუხით როგორ გვიპასუხებს ამაზე რუსეთი. თუ ის ასევე შეწყვეტს ცეცხლს, მაშინ შეიძლება ეს ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდეს 8 და 9 მაისზე და თუ არ შეწყვეტს ცეცხლს დღესღამეო უკრაინელებმა განაცხადეს, მაშინ შესაბამისად ჩვენს თავისუფლები ვიქნებით ჩვენ გადაწყვეტილებებში. ანუ ესეთი ლოგიკაა და ამ ლოგიკაშიც ვნახოთ ახლა რას იზამს, რას მოიმოქმედებს რუსეთი. ყოველ შემთხვევაში ახლა ამ მიმდინარე ომის დროს რაღაც 24 საათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადება და რაღაც თქვათ საზეიმო ვითარებაში რაღაც აღლუმების ჩატარება, ეს ნამდვილად ხელს არ აძლევს უკრაინას და თუ შესაბამისი ანუ რაღაც мотиваცია არ ექნა უკრაინელებს, ისინი ისე გადაწყვეტენ ამ საქმეს, ანუ როგორც მათ ინტერესებში შედის. და ბოლოს ბატონ ვალერი, საქართველოს დღეს მედიის პოლიტიკური სპექტრის ალბათ ანალიტიკოს და ყურადღებაც მათ შორის ევროპარლამენტისკენ იყო მიმართული, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში მიიღო, 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.
ჩვენი ქვეყნის შესახებ კრიტიკულ დოკუმენტს, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა მისცა 14-მა დეპუტატმა. მომხსენებელი იყო ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე. ეს სახელი და გვარი კი ქართული ოცნებისთვის საკმარისი მიზეზია, რათა მორიგ კრიტიკულ ანგარიშს მიეცეს მიკერძოებულის და პოლიტიზირებულის შეფასება. რამდენად სწორად ხედავს ევროპარლამენტი საქართველოში შექმნილ ვითარებას, რაზეც პრინციპში ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ და აქვე უშუალოდ რასა იუკნევიჩენეს რაც შეეხება, იმიტომ რომ ეს არის ევროპარლამენტის ის წევრი, რომლის აქტიურობაც საქართველოს საკითხზე ბევრ კითხვას უჩენს ქართულ ოცნებას, შესაბამისად, აი სწორედ მასთან მიმართებაში მინდა ჩაგეკითხოთ, რატომ არის ის საქართველოს საკითხზე სხვა ევროპარლამენტარებზე მეტად აქტიური? იმიტომ რომ ქალბატონი რასა პროფესიონალად არის დაკავებული ამ საკითხით და მას მინდობილი აქვს ევროპარლამენტარების მხრიდან ამ საკითხზე ჩაღრმავებულად მუშაობა. ეს საერთოდ შრომის დანაწილების პრინციპია. ევროპარლამენტში ყველა დეპუტატი სიღრმისეულად საერთოდ იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საკითხების განხილვაში, მაგრამ სიღრმისეულად ერთ ან ორ თემას განსაკუთრებულად მიყვება. და ეს საქართველოს თემა არის ქალბატონი რასას შესაბამისად თემა და ეხლა არაფერი ჩვენ ხო ახალი ამ რეზოლუციაში ვერაფერი ახალი ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, თანმიმდევრული პოზიცია ყველა ევროპული ინსტიტუტების მიერ გაზიარებული, რა თქმა უნდა, უფრო მკაფიოდ და კრიტიკულად ეს ჩანს ევროპარლამენტში, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტარები საერთოდ როგორც ნებისმიერი პარლამენტარები, უფრო თავისუფლები არიან საკუთარი აზრის გამოხატვის თვალსაზრისით. და უფრო ანუ მკაფიო და უფრო ანუ იმისთან ძლიერ განცხადებებს აყალიბებენ. იმიტომ რომ ევროპარლამენტი არის ეს ესეთი ხასიათის ორგანოა, თორე მაგალითად ევროკომისია გაცილებით უფრო თავშეკავებულად იქცევა, მაგრამ ისევე პროფესიონალურად და ისევე პრინციპიალურად. ეხლა იგივეს გავიმეორებ, ესე იგი ანტიევროპული რიტორიკა, არჩევნები, პატიმრები, კანონები და შესაბამისად ეს რუსეთთან სანქციების თავის არიდების მცდელობები შეიძლება დავამატოთ ამას და სხვა. ეხლა თუ ამ თვალსაზრისით ჩვენ ვერ ხედავთ ვერანაირ რეაქციას და პირიქით ეს ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერდება, მაგალითად ეხლა ევროპარლამენტარები მე მგონი ბატონმა შალვა პაპუაშვილმა თუ მეშლება ბოდიშვიხტი, მაგრამ ქართული ოცნებია და მე მგონი ბატონი შალვა იყო შეადარა ეს საბჭოთა კავშირის დეპუტატთა კრებას. კი ბატონო, ხშირად აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე. თითქოს არ იცის ბატონმა შალვამ, რომ დეპუტატების არჩევა ხდებოდა, იქ პრაქტიკულად არჩევნები არ იყო, იმიტომ რომ ერთ ადგილზე იყო ხოლმე წარმოდგენილი ერთი კანდიდატი და იმ ერთ კანდიდატს ხმას აძლევდა ამომრჩეველთა 99.19%. ეხლა რომელი ევროპარლამენტი არის არჩეული 99 და 9%? ხომ ეს აბსოლუტურად აღარ გავაგზელებ ეხლა ამ შედარებებს, უბრალოდ იმას ხვდები, რომ იმის თქმა მინდა, რომ ანუ ევროპარლამენტი და ევროპელი პოლიტიკოსები ზოგადად ამისთან განცხადებების შედეგად აკეთებენ თავის გარკვეულ დასკვნებს, ხო, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არანაირი мотиваცია არ აქვს საიმისოდ, რომ გამოასწოროს ურთიერთობები ევროკავშირთან. მადლობა ბატონ ვალერ, დღეს ამ დაგემშვიდობებით. ვალერი ჩეჩელაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა კი თავისუფალ სტუდიაში პოლიტიკოსების შეფასებებს მოვისმენთ, რამდენიმე წამში შემოგვერთდება არმაზ ახვლედიანი, თუმცა იქამდე მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილი ჟურნალისტი გიორგი უძილაური დააკავა. საუბარია ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაზე და უნდა გითხრათ ისიც, რომ გიორგი უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო, გასულ წლებში კი ის ბიძინა ივანიშვილის ქართულ ჯგუფის PR სამსახურს ხელმძღვანელობდა. აჩენს თუ არა გიორგი უძილაურის საქმე კითხვებს, ამ კითხვას აუცილებლად დავსვათ ჩვენ სტუმრებთან და შეგვიძლია კიდეც დავიწყოთ გავხსნათ მორიგი ინტერვიუ, როგორც გითხარით, გვერდდება პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. გამარჯობა ბატონ არმაზ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ. ბატონ არმაზ, მოდით სწორედ იმ ინფორმაციის შეფასებით დავიწყოთ, რომელიც ახლახან გავაცანი მაყურებლებს და რომელიც დღეს მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. დაკავებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ყოფილი ჟურნალისტი გიორგი უძილაური, რომელსაც ერთ-ერთი, როგორც აღმოჩნდა,
ტელეკომპანია რუსთავი ავრცელებს ამის თაობაზე ინფორმაციას, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. გავრცელებული ცნობით უძილაური სისტემატურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას. ახლა ჩვენ ჯერ არ ვიცით რა მტკიცებულებები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გიორგი უძილაურის წინააღმდეგ, ამიტომ ამ ეტაპზე უფრო ზოგად კონტექსტში გკითხავთ. როგორ აფასებთ უძილაურის დაკავების ფაქტს და რას შეიძლება ნიშნავდეს ჯაშუშობა ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ? ერთი რომ არაფერი ვიცით გამოძიებისგან კონკრეტული, მეორე და უფრო სამწუხარო ის არის რომც ვიცოდეთ, მიდი და ენდე ამ გამოძიებას და ამ მართლმსაჯულებას, როდის იყო სანდო, რომ ახლა ენდო, შესაბამისად ძალიან რთულია ამ ვითარებაში დაადგინო რა არის სიმართლე, ვინ არის დამნაშავე, დაველოდოთ, ცოტა დაველოდოთ, ალბათ მეც გავიგებთ და უფრო გამოიკვეთება ეს საკითხი, რას ნიშნავს ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ, ისე აქვე გეტყვით, რომ გეოგრაფიულად სრულად ევროპული ქვეყანა არის ბელორუსი. ეს ისე სხვათა შორის. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. მაგრამ მაინც რა ეჭვები გაქვთ, უნდა ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ გიორგი უძილაური არის ადამიანი, რომელიც წლების წინ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა და მას საზოგადოება იცნობს როგორც ადამიანს, რომელიც თავის დროზე ძალიან აქტიურად იყო ქართული ოცნების 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების საქმეში ჩართული. შესაბამისად რა პასუხი გაქვთ, რა ეჭვი გაქვთ მაშინ კითხვაზე, რატომ შეიძლება დაეჭირათ გიორგი უძილაური? აბა რა გითხრათ, მე ვერ ვიმარჩიელებ, 1000 შეიძლება იყოს მიზეზი. ივანიშვილის კარზე შეიძლება ადამიანი დააპატიმრონ უმიზეზოდ, შეიძლება ეჭვიანობის საფუძველზე, შესაძლოა ზოგჯერ დანაშაულის ნიშნებიც იყოს, მაგრამ ვიმეორებ, ეს მარჩიელობა მანამ გაგრძელდება საქართველოში, ვიდრე არ იზეიმებს მართლმსაჯულება. შესაბამისად, ახლა ისიც ვინც ადრე თავად სჯიდა და ისიც ვინც შეიძლება ხითხითებდა, როცა სხვებს სჯიდნენ, თავად შეიძლება თეორიულად აღმოჩნდეს განსასჯელი სკამზე და ამ დროს იყოს არც ყოველთვის მანდამაინც დამნაშავე. აი ამაზე მეც ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით. სხვა შორის აი ესე ვთქვათ, ასეთი გამოხმაურება აქვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, ახალი ტალღა დაწყებულია, ოცნებას საკუთარ პროპაგანდისტებს აცხადებს ჯაშუშება და ციხისთვის იმეტებს, ტროლ ბოტებო აწი გეშინოდეთო, ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სწორედ გიორგი უძილაურის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. აი ერთი კითხვაა, თქვათ, რამდენად უნდა ჩავთვალოთ, რომ გაგრძელება იქნება ამ ეტაპზე ამის ვარაუდის საფუძველს მაინც თუ ხედავთ და თუ კი გაგრძელებას უნდა ველოდოთ, მაშინ კიდევ ერთი კითხვა, ვის შეიძლება ემუქრებოდეს შესაბამისი საფრთხე და რამდენად უნდა ხედავდნენ ამ საფრთხეს თვითონ ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენლები. მე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ იკითხეთ და ცოტა სხვაგვარად გიპასუხებთ. ჩვენ ხომ კარგად ყოველ შემთხვევაში მე ძალიან კარგად ვიცი. მაგალითად, ძველი დროიდან მოყოლებული, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილის ახლა ამათი მმართველობის დროს, იცით რა წარმოდგენაა თქვენს ჩვენივრად იცით. ვინც იქ მუშაობს, მაგალითად, თუნდაც პროპაგანდის ნაწილში ან სხვა სამსახურში, მოკლედ ვინც ამ გუნდის ნაწილია, როგორც წესი, ის არის გარანტირებული. დააშავებს, ხელს დააფარებენ, ხელი დაუფარებიათ, იმიტომ რომ მართლობის და მხარდამჭერთა ნაწილია. აი მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ ამ მაგალითიდან გამომდინარე, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს, სადაც მმართველი და მმართველი გუნდის ნებისმიერი წევრი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანიც კი არის თანაბარი კანონთან და კანონი არის ამ დროს სამართლიანი. აი აქ შემიძლია არა თქვენთან საუბარში, მაგრამ ჩემთვის დავსვა წერტილი. მე მინდა ასეთი საქართველო. მე იმიტომ მინდა რომ წავიდეს ივანიშვილი, რომ დადგეს ეს დრო და იმიტომ მინდოდა თავის დროზე ცვლილებები, როცა ივანიშვილი მოდიოდა, რომ ეს დრო დამდგარიყო, მაგრამ ყველამ დრო გამოიყენა სათავისოდ და ივანიშვილმა ეს გამოიყენა ყველაზე მახინჯი ფორმით. შესაბამისად, ახლა ვართ სრულ ანომალიაში, სრულში, სადაც არის განუკითხაობა. აბა ვინმე გაბედოს და ივანიშვილის ნებართვის გარეშე დააკავოს თუნდაც აშკარად დამნაშავე
მისიანი ვინ გაბედავს ამას ვერც ვერა ანუ ივანიშვილის ხელი შეიძლება ეროს არ ვიცი ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში უძილაურის მე გაძლევთ ზოგად პასუხს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ჩარჩო რა არის აღვირახსნილი უკანონობა კანონი არის არსით უსამართლო სისტემა არის რეპრესიული საკუთარსაც გაწირავენ და სხვასაც რაც იქნება საჭირო იმ წუთას პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვიღაცას რაღაცა ეწყინა, სადღაც რაღაც ვერ გაიყვეს, კორუფციული თუ სხვა გარიგებები, მე ახლა უზილაურის საქმეზე არ ვსაუბრობ, ცხადია, ზოგადად ვამბობ, თუნდაც რიჟვაძის საქმე ავიღოთ, ნებისმიერი სხვა ლილუაშვილი, რომელიც რა ბრალდებითაა დაკავებული და მე ვკითხულობ, ადრეც ვიკითხე და ახლაც ვიკითხავ. თუ თქვენ მას აბრალებთ, ბატონებო, დღევანდელო წარმომადგენლებო, მართლმსაჯულების, თუ თქვენ მას აბრალებთ და ბრალს დებთ რომ ის კოლ-ცენტრებს მფარველობდა, გეკითხებით დღეს ვინ მფარველობს. ეს ისე. ერთ სიტყვით არის აღვირახსნილი უკანონობა და ამ სრულ უკანონობაში კი არ არის რამე რთული გაარკვევა, ყველაფერი ზედაპირზეა. უბრალოდ ამას სჭირდება დასრულება, სჯელობა რა თქმა უნდა, კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ გვინდა დასრულება ისე, რომ ეს არათუ ვერ განმეორდეს. არამედ პირდაპირ გეტყვით მე მინდა მივიღო მაგალითად ესტონური მოდელი საქართველოში, როდესაც თქვენ ჟურნალისტი, მე ასევე ჩვეულებრივი მოქალაქე დღეს დაკავებული იმ საქმით თუ ამ საქმით, ჩემი ინტერესებით, მეცოდინება რომ ყოველ დღე, ყოველ საათს არ უნდა ვიყოთ სტრესში იმის გამო, ვინ დააკავეს, ვის რა უსამართლობა წარუდგინეს და ასე შემდეგ და მეცოდინება რომ არსებობს მყარი დემოკრატიული სისტემა, ინსტიტუციები და ასევე წესიერი ადამიანები და თუ სადღაც იმ წესიერებს შორის უწესო გამოერევა ხოლმე სისტემა და აგრეთვე გარანტირებული ის მუხრუჭები რაც უნდა არსებობდეს დემოკრატიულ სისტემაში მაშინვე ამუშავდება ჩვენ ეს გვაქვს ქალბატონო ელა სრულად მორღვეული ვინ მოარღვია თავის კი არ მორღვეულა ამათ მოარღვიეს რღვევა წინ დაიწყეს მანამდე და ამათ დაასრულეს ამიტომაც თავიდან გვაქვს შესაქმნელი აი ესეთ რამეს გეტყუდით ქართული სახელმწიფო არ ვაჭარბებ თავიდან ამათ გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს და ეს გამოჩნდა ამ დღეებში სომხეთის ერევნის ფორუმის მაგალითს. აი გადავიდეთ მაშინ ამ თემაზე ჯერ ერთი ვნახოთ იქნება თუ არა პასუხები იმ კითხვებზე რომელიც არსებობს უშუალოდ გიორგი უძილაურის დაკავების ფაქტთან მიმართებაში იქამდე კი აი სწორედ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და შევაფასოთ მოდით ის სურათი რასაც საქართველოს მეზობლად ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ ორი ძირში ხედავთ სომხეთი ერევანი სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჩასვლის შემდეგ ახლა უკვე ევროპული პოლიტიკის ნაღები საზოგადოება შეკრება სომხეთში დღეს ევროკავშირის სომხეთის პირველი სამიტი გაიმართა გუშინ იყო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი შესაბამისად ეს დღეები სწორედ ეს დედაქალაქია ყურადღების ცენტრში. შეაფასეთ მარტივად კითხავთ ის ნახტომი რომელიც სომხეთს აქვს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და მეორე მხრივ რა სახე მიიღო საქართველოს საგარეო პოლიტიკამ, რომელმაც განსაკუთრებით 2022 წლიდან დაიწყო ტრანსფორმაცია. უპირველესად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი დღეს არის სრულად ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული. უპირველესად აი ეს ორია სათქმელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა ამ წუთას ვერ გეტყვით რამდენი პროცენტი, კვლავ 80, ოდნავ ნაკლები თუ ოდნავ მეტი, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ მისი უმრავლესობა, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა არის მომხრე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა. ის მომხრეა, რომ ამ გზაზე საქართველოს ჩამოყალიბდეს თანდათან დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სამართლის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ. საგარეო ვექტორი ოცნების მმართველობის, ისევე როგორც საშინაო პოლიტიკა ერთი მეორესთან გადაჯაჭვულია, აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებს ხალხის ამ შეკვეთას. უпростоრად რომ ვთქვათ, შეკვეთას, რომელიც ამ მმართველობამ, როგორც თქვენ თქვით ცოტა ხნის წინ, 2012 ოქტომბერში მიიღო. საზოგადოებამ მოითხოვა ერთი, ამ შეკვეთით მოიყვანა ეს გუნდი და მიიღო არაუბრალოდ საპირისპირო არამედ თავდაყირა ამოტრიალდა ყველაფერი და ჩვენ მივიღეთ შედეგად ის რომ 20-26 წლის
მაისის თვეში საქართველო არის დეზინტეგრირებული სრულად დასავლეთისგან და ახლა კვლავ საკუთარი ტყავის გადასარჩენად, საკუთარი გავლენების შესანარჩუნებლად, კორუფციული სქემების შესანარჩუნებლად ეს უბადრუკი მმართველობა ცდილობს, რომ სადღაც ხავს ჩაეჭიდოს. ხავსზე ჩაჭიდებაა, როცა დერეფანში დაასდევ ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერს და გინდა გამოელაპარაკო, ფოტო გამოდო და აჩვენო. ეს სხვა არაფერია და ხავსზე გამოკიდებაზე უარესია ქალბატონო ლელა ის მდგომარეობა, როდესაც შენ არამხოლოდ იმიტომ არ გცნობენ, რომ ლეგიტიმური არჩევნები ვერ ჩაატარე, არამედ არ გცნობენ იმიტომაც, რომ ქვეყნის ოფიციალური პირველი პოლიტიკური პირი რომ ჩადის ასეთ სამიტებზე დრო გამოშვებით, არც კი იციან სხვა ლიდერებმა მას ესაუბრონ თუ არა, იმიტომ რომ ხვდებიან რომ ამ კაცს დაელაპარაკები და შეიძლება ხვალდილით აღარ იყოს. უბრალოდ ამოვარდეს იმ რეჟიმიდან. თუ ასე ჩათვლის მმართველი არა ფორმალური. ესე იგი რა ანომალიური ვითარება მივიღეთ, სრულ აბსურდში ვართ. ეს რა არის თუ არა ეროვნული ინტერესების ღალატი, სხვა არაფერი არა. მოვიდეს აი ამ ხელამაგიდა არის. ერთი და მეორე დაჯდეს ან ივანიშვილი და ან კობაყიძე და თუ ამ კითხვაზე პასუხს ერთი არგუმენტით მაინც გამცემენ, მე ბოდიშს მოვიხდი. რა პასუხი უნდა გამცენ იმათ, ვინც საქართველოს ამ შავ დღეში ჩააგდეს. აი ერევანმა ეს ქალბატონო ლელა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ევროპელი ლიდერები, რომლებიც ამ დღეებში სომხეთში ვნახეთ, სომხეთის ნაცვლად და ერევნის ნაცვლად თბილისში ჩამოსულიყვნენ. აი რა უნდა გაგვეკეთებინა ამისთვის და არ გავაკეთეთ კიდევ ერთხელ რომ ვისაუბროთ. უპირველესად, ხშირად გვესმის ხოლმე სომხეთის ნაცვლად, ერევნის ნაცვლად თბილისში პირდაპირ გეტყვით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. დიდი დასავლური ინტერესი სამხრეთ კავკასიაში და ამ რეგიონში იმდენად დიდია, იმდენად მრავალკომპონენტიანია, იმდენ შრიანია, რომ ერევანსაც დაიტენს, თბილისსაც, ბაქოსაც და არც კი ეყოფა ეს დედაქალაქები. ანუ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თუ იქაა, აქ ვერ იქნება. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისშიც ნახოთ მსგავსი რამ უნდა გავაკეთოთ? არავითარი ველოსიპედი შესაქმნელი და გამოსაგონებელი არ არის. უმარტივესი რამ არის კვლავ მოსაფიქრებელი და ასაწყობი. კერძოდ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ შიდა პოლიტიკაში უპირველესი ამოცანა ეს არის შევძლოთ და საქართველოში დაიწყოს დემოკრატიული პროცესი. მრავალპარტიული დემოკრატიულ სამართლიან არჩევნებზე დამყარებული, ხალხის დემოკრატიული ნების გამომხატველი, სამართლის უზენაესობაზე დამყარებული, ადამიანზე ორიენტირებული, ჰუმანური სახელმწიფოს შექმნა არის ერთადერთი გარდაუვალი სასიცოცხლო პირობა იმისთვის, რომ საქართველო როგორც თანამედროვე სახელმწიფო შედგეს, რომ მასთან კონდეს საერთო საქმიანი ურთიერთობა დასავლეთს, ევროპას, შეერთებულ შტატებს და უახლოეს სამეზობლოსაც. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი არ შემდგარი სახელმწიფო არ ჭირდება არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც სამხრეთს და რაც შეეხება ჩრდილოეთს, წამოგარტყამს ხელს. აი ამ დღეში აღმოჩნდით ამათი გაუმაძღრობის, ამათი უგუნურობის გამო. რა არის ეს? მithქვამს და გავიმეორებ, თუ არა სახელმწიფო ინტერესების ღალატი. რა გჭირდება შესაბამისად? პირველი, ამის მოშორება თავიდან. რა გზით? არჩევნების გზით. მეორე, კიდევ რა გჭირდება? ეს სულ არ არის საკმარისი. მოშორებების შესაძლებლობა ჩვენ გქონია და კვლავ გვექნება, მაგრამ ეს ვიმეორებ, კაცრად ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არამხოლოდ უნდა დავასრულოთ ეს კორუმპირებული კლანური რეჟიმი, არამედ უნდა მოვახერხოთ, რომ მის ნაცვლად საქართველო მიიღოს თანამედროვე დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ ევროპულ ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობა, რაც გულისხმობს უპირველესად ასეთ მმართველ გუნდს, რომელიც იქ არ მივა არაფრის მოსაპარად, არანაირი წილების გადასანაწილებლად, არავითარი ნათესავების, ნაცნობების, ბიზნეს ინტერესების ხარდასაჭერად, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ემსახუროს კეთილსინდისიერად, უკან მოუხედავად, სრული ჩართულობით და მიზღვნით ემსახუროს უზენაეს საუკეთესო სახელმწიფო ქართულ ინტერესს.
ეს უკვე აღარ ჯერა საზოგადოებას, იმიტომ რომ ვინც მოვიდა, დაიწყო, სხვა გზით წავიდა. თქვენ ახსენეთ მიხეილ სააკაშვილი, რა დროს ესაო, კაცი პატიმარია, პუტინის ტყვე არის და მე ამას არ უნდა ვამბობდე, მით უფრო ახლა თუ მისმენ შეიძლება ეწყინოს, მაგრამ ვიტყვი მაინც, მან დაიწყო სწორი, ნიშნულოვანი სახელმწიფო რეფორმები, ტერსაც რომ შეშურდებოდა ისეთი, მაგრამ ვაი რომ თავარი ვერ შეძლო იმ ხარი გარანტიის შექმნა, რასაც იძლევა მხოლოდ დაბალანსებული მმართველობა, სახელმწიფო შტოების დაბალანსება და ურთიერთკონტროლი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო და მართლმსაჯულება, ეს ვერ გამოვიდა. ახლა ჩვენ ვართ კვლავ ამ დიდ ჭაობში. ოღონდ ისე კი არა სააკაშვილის დროს რომ ვიყავით, იმიტომ რომ სააკაშვილმა თავად პირადად მან მოახერხა ის, რომ 2012-ში კულტურულად წესის მიხედვით აღიარა დამარცხება და ესენი არ აღიარებენ საკუთარინებით არასდროს. ეს შემიძლია სად იქნება საქართველოს ისე ამ თემას რომ დაუბრუნდეთ. აი თუ კი არ შეიცვლება ქართული ოცნების ხელისუფლების ის პოლიტიკა, რასაც ვხედავთ დღეს. გვიშველის თუ არა გეოგრაფია ამ კითხვის დასმაც მინდა, იმიტომ რომ აი ამ გეოგრაფიულ მდებარეობაზე თავად ქართულ ოცნებაში აკეთებენ აქცენტს. აი იმ ფონზე, როცა მართველი პარტია ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დაპირისპირებაში, როცა შეიძლება ითქვას, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ყოველდღე ვისმენთ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ისევ შეწყვეტილია. აი რამდენად წონადი შეიძლება იყოს არგუმენტი გეოგრაფიულ მდებარეობაზე ხაზგასმის შესახებ. იქნება ეს ის გადამწყვეტი ფაქტორი თქვენი აზრით, რაც საბოლოოდ და მიუხედავად ყველაფერისა ევროკავშირს ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის სურვილს დაუბრუნებს. დღეს საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის გამოსავალი არის არა გეოგრაფია და არავითარ შემთხვევაში გეოგრაფია, თუ უმთავრეს წყაროდ ქვეყნის სახელმწიფოს წინსვლის და განვითარების წყაროდ არ იქცა თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფო. აი აქ შემიძლია გავჩერდე კიდეც და არაფერი არ გითხრათ. სხვა გამოსავალი საქართველოს არ აქვს. საქართველოს არ არის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, საქართველოს აქვს ერთადერთი სიმდიდრე, ეს არის ბრძენი ქართველი ხალხი, რომელმაც გააკეთა არჩევანი ნორმალურობის სასარგებლოდ არაერთხელ, მაგრამ უზურპირება მოხდა მმართველობისა, ჩაიგდო ძალაუფლება ხელში რუსეთის მხარდამჭერმა ოცნების რეჟიმმა და არაფრის დიდებით ხელიდან არ უშვებს და ამას რა თქმა უნდა ხელს უწყობს ცალკეული ფაქტორებიც, მაგალითად ის როგორც ცნობილია ყველასთვის, რომ არის უკიდურესად რეპრესიული კანონმდებლობა, ყველაფრის გამო ადამიანებს ჭიან. დღეს ვნახე სხვათა შორის მგონი IPN-ზე და მაპატიოს ყველამ ვერ დავიმახსოვრო, უკვე იმდენი პატიმარია, რეჟიმის იმდენი ტყვია, რომ ყველა სახელის დამახსოვრებაც კი შეუძლებელია, რომ ერთი მათგანის დაბადების დღე ყოფილაო, მთელი გულით გულოცავ და ვამბობ, ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს, თქვენი შვილის ასაკისაა, დღეს რომ დაბადების დღე აქვს, აი ეს ახალგაზრდა კაცი, თქვენი შვილის ასაკისაა, ცხვენოდეთ, რომ რეჟიმის ტყვეები გყავთ 21 საუკუნეში. თქვენი თანატოლია, ვეუბნები ამას ოცნების გუნდის ხელმძღვანელებს, თქვენი თანატოლია ერთი და მეორე, ვინც დღეს დაპატიმრებულია ტროტუარზე დგომის გამო, პროტესტის გამო და თქვენ გინდათ, რომ ერევანში ვინმე ხელი ჩამოგართვათ? არც ერთი მმართველობა. ოცნება უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ორბანის ფენომენი ვეღარ გამეორდება ევროპაში. ამას არ დაუშვებს თანამედროვე ცივილური სამყარო და ყველა მწარედ იგემა ეს გაკვეთილი. უნგრეთშიც გააცნობიერეს თურმე ეს რა ყოფილა და თქვენ წარმოიდგინეთ აქა-იქ ოდნავ ორბანის შეფერილობის მმართველობები რომ გამოჩნდა სხვა მეზობელ ქვეყნებში, იქ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველა ჩაჩუნდა ახლა, იმიტომ რომ ერთი მთავარი თავი არის წაწყვეტილი, გადაჭრილია ეს თავი და აქ სუტყვილავთ იმის იმედი რომ შეიძლება ხვალ და ზეგ ალტერნატივა გერმანიისთვის დაწინაურდეს გერმანიაში. ან თქვათ შემდეგი პრეზიდენტი იყოს შეერთებულ შტატებში მათთვის სასურველი. ვერც ერთი პრეზიდენტი, ვერც ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვება ევროპაში, ან შეერთებულ შტატებში თქვენ ხეირს ვერ მოგიტანთ, იმიტომ რომ არსით არადემოკრატიული რეჟიმი, აი თქვენ თუ გეოგრაფიას ამბობთ,
გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიის ამ მონაკვეთში არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის, უახლოესი მეზობლებისთვის. საოცრებას გეტყვით, რომ სომხეთს ამას არ გეტყვის მეზობელი პრემიერ-მინისტრი სომხეთის ღიად, მაგრამ სომხეთს სჭირდება, რომ იყოს ნორმალური, ანუ ევროპული საქართველო, იმიტომ რომ სომხეთი და საქართველო ევროპული ერთად ეს არის სულ სხვა ძალა, სულ სხვა მუხტი და აზერბაიჯანსაც ნორმალური საქართველო სჭირდება. არა რუსეთისკენ მომზირალი, არამედ ნორმალურობისკენ. ამიტომაც არის ეს ანაკრონიზმი და ჩვენ, მე ამით დავასრულებდი, კი ბატონო, გვმართებთ ჩვენ პასუხისმგებლიან მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს, რომ იმის მიუხედავად, რა არ გამოუვიდა ოპოზიციას, რას ვერ ახერხებს, ყველა მისის ცადოს, მაგრამ ახალი პოლიტიკური დღესდღეობით საჭიროა სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილი მიხვდეს, რომ მას ეს აღარ გაუვა და ხალხის ნება სწორედ ისაა, რომ ივანიშვილიც დავასრულოთ და მასთან ერთად დავასრულოთ 30 წლიანი ანომალიური ექსპერიმენტი საქართველოში, არადემოკრატიულობის და უსამართლობის. ადვარმაზ ერევნის სამიტს მინდა რომ დაუბრუნდეთ ისევ, იმიტომ რომ ამ სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და უკრაინის პრეზიდენტის ხანმოკლე, თუმცა მაინც შეხვედრა იხილა საზოგადოებამ, რაც შეფასების საგანია, ამიტომ ახლა მინდა რომ ვისაუბროთ იმაზე, რა ჭრილში უნდა დავინახოთ ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი გასაუბრებოდა ირაკლი კობახიძეს. ამ თვალსაზრისით რას ფიქრობთ? საქართველოს უკრაინის ურთიერთობებში არაერთი პრობლემური საკითხია, მათ შორის ირაკლი კობახიძემ დღესაც ახსენა უკრაინის ხელისუფლებას, რომ მათ ქვეყანაში ისევ რჩებიან ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე თუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები, თუმცა საქართველოს პრემიერი ამბობს იმასაც, რომ ზელენსკისთან შეხვედრისას მეგობრულ საუბარზე იყვნენ ორიენტირებულნი, რადგან პრობლემების მიუხედავად მომავალზე სწორება უნდა მოხდესო, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის პოზიცია. ეს განცხადება ხომ არ ქმნის გარკვეული მოლოდინის საფუძველს მაინც, რომ აი ამდენწლიანი დაძაბულობის ფონზე შესაძლოა გარკვეული პოზიტიური ძვრები დავინახოთ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. აი მთავარი კითხვა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძეს ამ გასაუბრება შეხვედრას ახლავს, არის სწორედ ის, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს-უკრაინის ურთიერთობებში უკვე დღეიდან და ხვალიდან. პირველ რიგში ქართველ ხალხს და უკრაინელ ხალხს საქართველოს როგორც სახელმწიფოს და უკრაინას როგორც სახელმწიფოს იმაზე მეტი აერთიანებს, ვიდრე რომელიმე სხვა ერს და სახელმწიფოს საქართველოსთან. ჩვენ ისე ვართ გადაჯაჭვული მათ შორის რუსული აგრესიის მსხვერპლი, ასე არც ერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა არ არის, როგორც უკრაინა უპირველესად და რა თქმა უნდა საქართველოს, შეიძლება ის უპირველესად, სულაც უპირველესად სწორედ საქართველოს. ჩვენ იმდენი რამ გვაერთიანებს და ამ დროს გამოჩნდა რეჟიმი, რომელმაც ნაჯახით, წალდით, ჩეხა აწეულების მანძილზე ორ მოძმე ერს და მეგობრულ პარტნიორ, სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ჩეხა მანამ სანამ არ ჩაჩეხა და ეხა როცა იქედან ერთი ნაფოტი ძლიერი თავში მოხვდა ვიღაცას, აღმოაჩინეს რომ თურმე უნდა გაჩერდნენ და უმჯობესია ახლა პოზიციონირება სხვაგვარად, იმიტომ რომ ხვდებიან რომ თუ ვერ დაალაგეს ურთიერთობა უკრაინასთან, რომელიც კი უნდოდა ვიღაცას რომ წაგებული ყოფილიყო ამ ომში, მაგრამ ვერაფრით ვერ მარცხდება და უფრო მეტიც წინაა დიდი გამარჯვებები და უკრაინასთან, რომელიც გინდ ბაიდენი იყოს და გინდ ტრამპი, ყოველთვის არის ნომერი 1 დღის წესრიგში, ირანი იქნება მწვავე თუ სხვა, უკრაინას ვერაფერი ვერ გადაფარავს. ამიტომაც პრაგმატულად ჩათვალეს, რომ ერთი წამით მაპატიეთ, რომ ახლა პრაგმატულად, ისევ საკუთარი ტყავის გადასარჩენად მაპატიეთ პოლიტიკურის, მნიშვნელოვანია რომ აღმოაჩინოს ვინმე ვაშინგტონში, სხვა ბრიუსელში, ბერლინში, ლონდონში და პარიზში შესაძლოა კიდევ უფრო მეტად და სხვაგან, რომ ნახეთ რაღაც დაახლოება დაიწყო. კი ბატონო, მე მზად ვარ ნებისმიერს მივესალმო თუ ეს იქნება გულწრფელი
და არსებითი გადატვირთვა საქართველოს მთავრობის დღევანდელი ახლა ხედავთ თუ მაგრამ გულწრფელობას, იმიტომ რომ აი წეღანა ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ხედავ პირდაპირ კობახიძის დღევანდელი განცხადებიდან ერთი რეპლიკის გაცნობა თქვენთვის და ვეღარ მოვასწარი. მიუხედავად უბრალოდ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში პირადად მას არასდროს მოხსენია. ამაზე წმინდა ჩაგეკითხოთ, რა რისკენ შეიძლება მაქვს უფლება, არ მჯერა, მაქვს ამის არგუმენტირებული უფლება. გავიხსენოთ 2019 წელი გავრილოვის ღამე. ერთი წამით გავიხსენოთ, გაფიქრებული ივანიშვილი თუ ვინმეს დაავიწყდა, უთხოვეთ ახლა თქვენს პროდიუსერს და გაუშვას ის კადრი, გაფიქრებული ივანიშვილისა, რომელიც 10,000 ბოდიშს უხდიდა ქართველ ერს და ეუბნებოდა, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება არასდროსო. ესენი ტაქტიკურად თუ გაუჭირდათ 15 ბოდიშს გეტყვიან, ყველაფერს იტყვიან და მე ყველაფერს იკადრებენ. შესაბამისად, მე უფლება არ მაქვს, საფუძველი არ მაქვს, რომ რამეში ამათ ვენდო და დაუჯერო. არ დაუჯერებ, დაუჯერებ მხოლოდ ქმედებას და არა განცხადებას. ის იქ ამბობს, რომ ევროკომისიასთან მაინც უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, მეორე მხრივ აქ ჰერჩინსკის იბარებს საგარეო საქმეთა მინისტრი და მესამე შენი უმრავლესობის დეპუტაცია არა ვინმეს არამედ ევროპის პირველ დიპლომატს კაია კალას მიწაშიდებს და ასაფლავებს. უკაცრავად, რა უნდა დავიჯერო, ვის უნდა დაუჯერო და რაც შეეხება ზელენსკისთან ან უკრაინასთან ურთიერთობების გადატვირთვას, მხოლოდ მაშინ დავიჯერებ და მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინისთვის უმთავრეს საკითხი, ის შენ არ ტანკს თხოვს და არ თვითფრინავს, იმიტომ რომ იცის რომ არც აქ გაქვს, შენი არ გჭირდება, ის შენ თხოვს და შენგან უნდა ის რომ მტერს და აგრესორს ნუ ჩაეხუტები, ნუ იქნები მასთან გარიგებული. აი ეს არის უმთავრესი. მეორე, რაც შეიძლება პირველიცაა, შენ თუ ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფო ხარ და იქნები, ეს უკვე გარანტიაა უკრაინისთვისაც, მოლდოვისთვისაც, სომხეთისთვისაც და ყველასთვის, რომ სანდო პარტნიორი ყავს. იგი სად დავდივართ, დავასრულებ ამ წინადადებას, მხოლოდ იქ ქალბატონო ლელა და მხოლოდ იქ რომ კი არ უნდა ვენდოთ არც ერთი წამით, არამედ უნდა შევძლოთ, რომ იქნება ეს ვადამდელი თუ რიგარეში არჩევნები, თუ იქნება არჩევნები 28-ში, რაღა დარჩა, ერთადერთი უნდა რამ შევძლოთ. ჩვენ უნდა უთხრათ ქართველ ხალხს, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელებმა, რომ ივანიშვილს და ბიზინიზმს და ყველანაირ იზმს დავასრულებთ და სანაცვლოდ საქართველოს მივცემთ გამჭირვალე, ხალხზე ორიენტირებულ, ადამიანზე ორიენტირებულ და მის შეკვეთაზე ორიენტირებულ დროში განსაზღვრულ მმართველობას, რომელიც ყველა შეცდომაზე აგებს პასუხს და რომელიც შეძლებს იმას, რომ ჩააყენოს საქართველო უალტერნატივოდ დემოკრატიული თანამედროვე ევროპული სტილის განვითარებაში. ხომ გამიგეთ რა გითხარით? ჩემთვის ეს არის პრინციპული, ყველაფერი სხვა. რა უთხრა ზელენსკის კობახიძემ? ეს რაღაც ამბები ჩემთვის არის მეასეხარისხოვანი. ზელენსკის უნდა ნორმალურობა საქართველოში. სხვა არაფერი არ უნდა. ჩვენ უფრო მეტად გვინდა. პოლიტიკური რაღაც პერიპეტიების მიღმა სხვა არაერთი საკითხიც იქცევს ყურადღებას და აი მოდით სრულიად განსხვავებული თემით დავასრულოთ, რომელიც რამდენიმე კვირაა შეფასების საგანია. გულისხმობ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს, რა რეალობის წინაშეც ქართული ეკლესიის ხელმძღვანელობა დადგა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ. იცით რომ წმინდა სინოდმა გასულ კვირას პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოავლინა, ესენი არიან მეუფე შიო, იობი და გრიგოლი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეუფე იობის რეზიდენციიდან დაიკარგა მისი დიპლომი. მარნეულის ეპისკოპოსი გიორგი ჯანდელიანი აკეთებს შესაბამის განცხადებას. ციტატა მისი განცხადებიდან: კანდიდატების გამორჩევის დღეს გაურკვეველ ვითარებაში ფაქტობრივად საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა მეუფე იობის დიპლომი. ხელს ვერავისკენ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ანუ რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის და დიდი ალბათობით ის მოიპარეს, როგორც გითხარით, მეუფე გიორგი ჯანდელიანი აკეთებს შესაბამის განცხადებას. რა შეიძლება ხდებოდეს და რა პრობლემებს აჩვენებს პატრიარქობის კანდიდატად დასახელებული მეუფის დიპლომის მოპარვის ფაქტი, თუ კი რა თქმა უნდა ეს ფაქტი დადასტურდება. რამდენი წუთი გაქვს? 2-3 წუთი მაქსიმუმ უნდა ჩაიდო. აბა ნახეთ რას ვიტყვი, თან დავხედავ ხა საათს. 28 წუთია, 2-3 წუთი, კი ბატონო. რამდენიმე საათის წინ მე ხმოვანი იმოწერა მქონდა ცნობილ ერთ უკვე საქართველოში საკმაოდ ცნობილ ერთ ადამიანთან, პატრიარქის შვილობილი შვილი რომ ქვია, ინგუში, ახალგაზრდა კაცთან. ისიც რა მითხრა? შემოვედიო საქართველოშიო. ისევ ამ დარიალის ხეობით
ისევ ამ სალკლდეებს უყურებ, ისევ ამ დიდებულ ბუნებას და ვერაფერს ვეღარ აღვიქვა მომითხრა. დადარდიანებულმა, იმიტომ რომ ადამიანი აღარ არისო, დიდი ადამიანი. ეს ისეთი დარდით მითხრა, ისეთი სევდით, რომ მე ამას ვერ გადმოგცემ. მე ამით იმის თქმა მინდა თქვენს კითხვაზე საპასუხოდ, რომ წმინდა პატრიარქი ილია მეორე, მე ვფიქრობ, რომ აი მიუხედავად მისი გონება מחვილობისა, მისი სიბრძნისა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ამას იკადრებდნენ დღეს, რასაც კადრულობენ. ეს არის წარმოუდგენელი რამ, რასაც უშვებთ, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს. ესე იგი, რას კადრულობენ? მომისმინეთ ერთ წამით. მე ეს თქვი ერთხელ და კატასტროფულად მერიდება ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მოუძებნე. გესმით, ესე იგი, რა ხდება, რომ სამ მღვდელთავარს სამ ისეთ მღვდელთავარსთან ვისი რეპუტაციაც არის სრულიად განსაკუთრებული, იქ არაერთია სხვა ასეთი. მეუფე ისაიას, გმირ მიტროპოლიტს, ომგამოვლილს, შეუდრეკელს, თხემით ტერფამდე სულიწმინდით მავალ კაცს, თავად მოძღვარს და განმანათლებელს. ეუბნებიან, რომ დიპლომი არ გაქვსო, ჰოი საოცრებავ, ღმერთო დაგვიცავი სადავართ, უდიპლომოები, გაუნათლებლები, ეს შავრაზმელები ეუბნებიან მეუფე ისაიას, რომ დიპლომი გვაჩვენეო. წარმოუდგენელია 30 წლის მიტროპოლიტს და არა მხოლოდ 30 წელზეა საუბარი, 30 წელი სულიწმინდით განათლებულ ადამიანს, მეუფე დანიელს, პატრიარქს უფრო ერთგული, მე ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ, არც ყოლია და თუ ვინმე მეტყვის დამისაბუთოს კიდეც. მე ვიცი რასაც ვამბობ. მეუფე დანიელს, ვინც ჭუბერი გადმოიარა, მეუფე დანიელს, ვინც არის სიბრძნის და კეთილგონიერების მაგალითი და განმანათლებელი საქართველოში, აი პირდაპირ განმანათლებელი. შენ ეუბნები, რომ ასაკს გიწუნებო, რა სითავ ხედეა, რა წარმოუდგენელი რამ არის. მეუფე იობს, რომელმაც მისი ეპარქია ახალ ათონად აქცია. უდრეკ კაც, მე ის ბათუმიდან მახსოვს, აბაშიძის დროიდან. შენ ვის რას უბედავ, ვინ ახალ, ეს არჩევნები კი არა, ეს ფიქციაა ფაქტობრივად. პირდაპირ ვიტყვი, გეშინოდეთ მეგობრებო, გეშინოდეთ, რომ აგისვავთ, რადგან ამის შესაძლებლობა ვისას დაიმსახურებს ნამდვილად ვის აძლევს ეს ხელს და ვის სასარგებლო რუსეთს აძლევს ხელს უპირველესად და მხოლოდ იმას, ვინც რუსეთის ინტერესს გამოხატავს საქართველოში. დღეს მხოლოდ რუსეთს, იმპერიალისტურ რუსეთს და იქაურ საპატრიარქოს სურს, რომ სრულად მოიპოვოს გავლენა საქართველოს ეკლესიაზე, რაც ვერაფრით ვერ მოახერხეს პატრიარქ ილიას დროს, რა და ეს ვიცი, იმიტომ რომ პატრიარქმა ილიამ ყველაზე უკეთ იცოდა, რას ნიშნავდა იმპერიალიზმი რუსული საქართველოსთვის ყველა დროში, ამიტომაც ის ყველაფრით პირდაპირ ირიბად, დიპლომატიით, სიბრძნით, מחვილითაც უპირისპირდებოდა ამას და ახლა თქვენ გინდათ რომ ჩააბაროთ პატრიარქ კირილეს საქართველოს ეკლესია და გინდათ რომ აი ასეთი ფიქტიური არჩევნები მოაწყოთ აი ასეთი მნიშვნელობისა, ვინ გაპატიებთ ამას? ყველა რომ დადუნდეს როგორც სახარებაშია, ქვები იღაღადებენ და გამხელთ თქვენ, არ გაგივათ. მადლობა ბატონ არმაზი იმისთვის მადლობა თქვენ დაგვიწევთ დრო და ასეთ მნიშვნელოვან თემებზე გაგუზიარეთ თქვენი პოზიცია დღეს დაგემშვიდობთ. ყველა იყოს დარწმუნებული რომ აი ამ დიდ დაღმასვლას მოყვება დიდი აღმასვლა. იმიტომ რომ ჩვენ დავასრულებთ აი არსით ანომალიურ მართლობას საქართველოში და ამით სხვათა შორის ეკლესიაც გაიხარებს უპირველესად, ქართველი კაცი გაიხარებს და ქართული სახელმწიფო გაიხარებს. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. არმაზ ახვლედიანს დავემშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია. თავისუფალი სტუდია ბრუნდება პირდაპირ ეთერში და გვერდება დღეისთვის ბოლო სტუმარი აქტუალურ საკითხებზე ამჯერად გრიგოლ გეგელიას, ლევო ძლიერ საქართველოს საგარეო მდივნის შეფასებებს მოვისმენთ. გამარჯობა ბატონ გრიგოლ და მადლობა რომ შემოგვერთით. ბატონ გრიგოლ, საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ ანგარიშს უყარეს დღეს კენჭი და მიიღეს კიდეც ევროპარლამენტში, ამიტომ მოდით ამით დავიწყოთ. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ დაამტკიცა დოკუმენტი, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება
საქართველოს დემოკრატიის კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით არის საუბარი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობაზე, ისე როგორც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი პირდაპირ და ღიად იმუქრება, რომ მოხდება სავიზო რეჟიმის შეჩერება თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაგრძელდება უმოქმედობა. ეს არის ამონარიდის სწორედ ანგარიშის პროექტიდან. აი რა შეიძლება შეცვალოს მორიგმა კრიტიკულმა საერთაშორისო დოკუმენტმა, რომელსაც ქართული ოცნება დიდი ალბათობით ისევ თაროზე შემოდებს და პრინციპში ვისმენთ კიდეც მართლ პარტიაში შესაბამის განცხადებებს 1 ცენტის ფასიც კი აღარ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციასო. აი ასეთი იყო დღეს სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის გამოხმაურება. მოგესალმებით საღამოშრომის მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ ეს რას ნიშნავს, ხო ეს დოკუმენტი, რომ აზრი საქართველოსთან მიმართებით, საერთაშორისო აზრი და კონკრეტულად ევროპული კავშირის აზრი არის ბოლომდე ჩაცემენტებული სამწუხაროდ და ეს აზრი ამბობს, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო ვართ ავტოკრატია, ვართ უკვე დიქტატურის მიჯნაზე მყოფი ავტოკრატია, რომ გაუქმებული არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა ქართული ოცნების რეჟიმის მიერ და მისი ქმედებების მიერ და ამავე დროს ეს აზრი ამბობს იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს მხოლოდ ქაღალდზე, ხო? ეს უთქვამ ძალიან კაფენა ყველაფერი ისაც ახლა თქვენ აციტირეთ, რაც არის აღწერილი ამ შეფასებაში და ეს პოლიტიკური შეფასება, ხო, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ძალა მთელი კონტინენტის სახელით გაკეთებული პოლიტიკური შეფასება, ეს არ არის ხო, რაღაცა ერთი და ორი ადამიანის ცალკეული შეფასება, ეს არის ევროპული კავშირის როგორც ამხელა პოლიტიკური და ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძალის შეფასება, ხო? ეს შეფასება ამბობს ძალიან პირდაპირ იმას, რომ საქართველოს კარი არის საქართველოსთვის სამწუხაროდ უკვე დახშული ამ პოლიტიკის ვითარებაში, პირობებში, ხო? თუ პოლიტიკა შეიცვალა მეორე მხრივ, ეს რა თქმა უნდა ხსნის შანსს, შესაძლებლობას იმისა, რომ ჩვენ როგორც ერი წავიდეთ წინ, მაგრამ ძალიან მკაფიოდ არის გამიჯული კიდევ ერთხელ ერი ერთი მხრივ და სახელმწიფო, ანუ ქოცები მეორე მხრივ, დე ფაქტო რეჟიმი და ერი. ერის ნება არის ყველასთვის ცხადი და ამიტომაც ინარჩუნებენ საერთოდაც ამ სტატუსს დღემდე, თორე აქამდე მარტო ქოცებზე ყოფილიყო საქმე, ქოცებს წაართმევდნენ ამ სტატუსს, იმიტომ რომ არანაირ შინაარს აღარ ატარებს ხო საქართველოსთვის რაიმე კანდიდატის სტატუსის ქონა, ხო? ეს რაღაცა ჭურჭელია, ხო, რომ ჩვენ გამოიყენო რაღაც ევროპულის და რაღაც ეროვნულის გასაკეთებლად. და თუ მას შემდეგ არ შენ ჭურჭელი მოგეცემა, შენ რეალურად ადგები და ამ ჭურჭელს გამოიყენებ ხალხის წინააღმდეგ და შენი ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ, ხო? ნუ მაშინ დარჩება მხოლოდ ქაღალდზე არსებული რაღაც სტატუსი, ხო, აი ფარღალალა სტატუსი ჩვენად ამ ვითარებაში, როდესაც სტატუსი არის არაფერი გარდა რაღაცა ტექსტისა, რომელიც სადღაც წერია, რომ საქართველოს არის კანდიდატი. ხო, აი საქართველოში არსებული ვითარება არის ერთადერთი რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა. საქართველოში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის კრიტერიუმებს, ეს დღეს კიდევ ერთხელ გვითხრა რასაევკნევიჩიანემ ევროპარლამენტმა, რომელიც დღეს მიღებული ანგარიშის მთავარი მომხსენებელი იყო, თუმცა ქართული ოცნება კრიტიკაზე, კრიტიკით და მეტიც ბრალდებებით პასუხობს ბრიუსელს, იცით რომ ბრიუსელი დადანაშაულებულია ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლის სურვილში იმისთვის, რომ საქართველოს სათავეში მოვიდეს უფრო მარტივად მართვადი ძალა, იცით ისიც რომ უცხო ძალების სასარგებლოდ ჯაშუშობის მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს კიდეც და აგერ დღეს ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილი ჟურნალისტი გიორგი უძილაურიც დააკავეს, რომელიც ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ორი კითხვა უნდა დაგისვათ ერთდროულად. რა სურს თქვენი აზრით ბრიუსელს საქართველოში და მეორე მხრივ რამდენად გიჩენთ კითხვებს უკვე უშუალოდ გიორგი უძილაურის საქმე და მისი დაპატიმრების შემთხვევაში. ხო, ბრიუსელს ასურს არის ყველაზე მარტივი საპასუხო. ბრიუსელს საქართველოში სურს დემოკრატია, თავისუფლება, ეროვნული ინტერესების დაცულობა და წელში გამართული ქართველი ადამიანი. ამიტომ არის რომ ბრიუსელი მილიარდებს ხარჯავს ხო აწლების განმავლობაში იმისთვის რომ ქართველი ხალხი წავიდეს წინ. იმისთვის რომ ქართული სამინისტროები უკეთ მუშაობდეს, იმისთვის რომ წყალგაყვანილობის სისტემა უკეთესი იყოს, იმისთვის რომ დემოკრატია უკეთესი იყოს, იმისთვის რომ ადამიანს გააჩნდეს ქვეყანაში გარკვეული ტიპის პერსპექტივა და მისი განცდა და არ უწევდეს გაქცევა ევროპული კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ხო, სადაც უკეთესია ცხოვრება. აქ უნდა იყოს კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი სერვისები და აქ უნდა კონდეს მშვიდობის და კეთილდღეობის რეალური შანსი, არა ქოცური მშვიდობა. ეს მშვიდობა არის ადამიანს თავში ეცვიან სამთლიანობის დროს. აი გინტურს რაპირით ამბობენ მშვიდობა არის გინტურის მაგალითი რო გვაქვს, ოთხოზორიას მაგალითი რო გვაქვს, ხო? ბავშვებს
დუშენის სინდრომი რო ჭირთ და წამალი არ შემოაქვთ, ეს მშვიდობა არის? აი ვისთვის არის მშვიდობა, როცა პატარა ბავშვები არიან აი ესეთ მდგომარეობაში, გაუსაზრისი ძალიან მძიმე რამს ჭირთ, მათი მშობლები არიან არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში, ხო, როგორი არის? უბრალოდ ჯვაიწერია ყველას, რომ პატარა ბავშვი ყავს ძალიან მძიმე სინდრომით ავად. და გინდა რა, ხო, შეიძლება ვერც გადაარჩინო, ხო, როგორი მძიმეა კიდე მის გააზრება, ხო, თვითონ სენი არის ძალიან მძიმე, მაგრამ გინდა რომ ელემენტარული კომფორტი შეუქმნა, რომ ნაკლები ტკივილი კონდეს და სახელმწიფო დაქცილის. და ეს მშვიდობა არის? ეს კეთილდღეობა არის? აი მტერს უსრობ ესეთ მშვიდობას და კეთილდღეობას, რაც დღეს არის საქართველოში და ევროპული კავშირი მეორე მხრივ განასახიერებს ნამდვილ მშვიდობას და კეთილდღეობას. ამიტომაც შალვა პაპუაშვილი, ხო, დღესაც გამოენთო დღეს ლელოს ლიდერები შევხვდით ევროპული კავშირის დიპლომატიურ საზოგადოებას. და არა მხოლოდ იქ იყო იაპონიის წარმომადგენელი და სხვა კოლეგებიც, მაგრამ უმთავრესად ევროპული კავშირის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები. გამოვიდა ბატონი შალვა, ისევ დაგვესხა თავს ჩვენს და ყველა ევროპელ პარტნიორს. ეხა იგივე შალვა პაპუაშვილი და რო არ ვიცოდე მაინც, ხო? იგივე შალვა პაპუაშვილი, იგივე მაკა ბოჭორიშვილი. შეგვიძლია პირდაპირ გითხრათ, იმიტომ მე ვიცი ხალხი, ვისაც ელაპარაკებია, ხო? რამდენიმე მათგანი ყოველ შემთხვევაში ვიცი. ძალიან კარგად. იგივე ხალხი დადიან ელჩებთან კარ და კარ და ეუბნებიან სხვადასხვა რაღაცებს, მაგალითად ეუბნებიან სანქციების სიაში რატო ყავარ შენ სახელმწიფოს არ მინდა რომ სანქციების სიაში ვიყო ამომიღე ეუბნებიან იქ გამიხსენი რაღაცა გზა რომელიც შეზღუდული აქვთ ეუბნებიან მოდი დავალაგოთ ურთიერთობა წამოდგეთ ანუ სცენის მიღმა აკეთებენ ამას და ღიად აკეთებენ რაც ახლა თქვენ ამოიკითხეთ ასეთ რაღაცებს და რაც მე ვახსენე ხო მაგრამ აი რაზე მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო აი როგორ შეიძლება რომ კიდევ კოდს უსმენ და სერიოზულად კოდს რომელიც 3 წლის განმავლობაში საზოგადოებას აშინებდა ატყუებდა ამ მომენტში, მაგრამ აშინებდა და ეუბნებოდა, რომ უკრაინა გვითხრებს ომში, ხო? რომ მეორე ფრონტის გახსნა სურს დასავლეთს. კობახიძე ამბობდა, რომ ყურში უჩურჩულეს, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნა. ევროპას გეგონება, რომ ერთი ფრონტი არ ეყოფოდა, რამხელა ფული უჯდება, ხო? რამხელა რესურსი უჯდება, რამხელა ადამიანური ფასი აქვს. გეგონება, რომ ერთი ფრონტი ესე იგი არ იყოს დიდი სიმძიმე, რომ ახლა კიდე მეორე უნდოდა და ასევე მათთვის პრობლემური, ხო? მარტო ჩვენთვის ხარ იქნებოდა პრობლემური, ჯვარი მწერია მეორე ფრონტი რო იყოს. ევროპა უნდა დაგვიდგას გვერდით ეგ დროს, ხო? ღმერთმა გვაშოროს 1000 წელი, მაგრამ აქ რო რამე იყოს, პაპუაშვილი და ისინი დაგვიცავენ, რა ქვია, წილოსანი და ზარქოა. თუ ევროპული კავშირი უნდა დაგეხმაროს ისე. ბატონ გრიგოლ, რა შეეხება ბრიუსელის მიმართ ბრალდებების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება საქართველოს ხელისუფლების შეცვლის სურვილს და საქართველოში შესაბამისი ჯაშუშური ქსელის მოწყობას, იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ დაკავებულია ყოფილი ჟურნალისტი და ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან, ამიტომ მინდა რომ აი რაღაცნაირად გიორგი უძილაურის შემთხვევამდეც მივიდეთ. კიდევ ერთხელ რა კითხვებს გიჩენთ მისი დაკავების ფაქტი და აქვე ხა იმის გათვალისწინებით რომ გიორგი უძილაური წლების განმავლობაში იყო ქართულ ჯგუფის პიარის ხელმძღვანელი შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა ასევე პირადად იცნობს ქართული ოცნების მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსნებს რამდენად შეიძლება მართლაც ქონოდა იმ ტიპის ინფორმაცია რომელიც ერთგვარად სიმშვიდეს უკარგავდა ბევრს ქართულ ოცნებაში და მეორე მხრივ არ ვიცი რამდენად შეიძლება ვიფიქროთ რომ სწორედ ამის გამო აღარ მოსწონდათ მართლ გუნდში ვიღაცებს ხო პირველ რიგში აი ნახეთ ეს პარანოია რა შექმნეს კონსპიროლოგია თვითონ კონცეფტს გულისხმობს ხო ეხა ეს იმდად ფართო არის და იმდად დიდია ძალიან რთულია გამოარჩიო ტყუილი და მართალი ხა მე პარნეს სიმპათია მქონია არასდროს გიორგი უძილაურის პოლიტიკური პოზიციების მიმართ აქ ვიტყვი და ძალიან ბევრი ეს პოზიცია და მისი როგორ ვთქვათ პოზიციონირება ჩემთვის ძალიან ბევრ კითხვებს შეიცავდა ხო ვიცოდი რა ზოგადად ძალიან საერთოდ ამ ადამიანის შესახებ ამიტომ მე არ გამოვდგები მის ადვოკატად პოლიტიკური კუთხით ან რაიმე სხვა კუთხით და არცერთი სრული არ გამაჩნია მაგრამ ნახეთ ის რომ ამ რეჟიმმა შექმნა ასეთი ტიპის კონსპიროლოგია თავის თავში აჩენს არაერთ კითხვას ხო ძალიან რთულს ხდის ტყუილის და მართალის გარჩევას ხო როცა ნახევარ თბილისს ასამართლებ საბოტაჟის საქმე ხა ბადრი ჯაფარიძეზე რო იტყვი ბადრი ჯაფარიძეზე იტყვი ხელს იქნებოდა წარმოედგინეთ და ამის ანუ სამხილიც არ არის ამ საბოტაჟის საქმეში ხელს იქნებოდა და ვიღაცას მიუთითებდა რომ ლაპარაკის დროს ხელს ამოწევდა ადამიანი ეს ვიღაცის უცნაურ გონებაში ინტერპრეტირებული არის როგორც ბადრის მიერ მოწოდება სადღაც შეჭრაზე თუ რაღაც მსგავსი ტიპის სისულელე აი ეხლა ესეთ ქვეყანაში ცხოვრობ გიორგი უძილაური კი არა არ ვიცი ბოლდორის ტერორისტი რო ესე იგი დაგიყენონ წინ უკვე აღარ იცი რეჟიმი მას ისწვის ასამართლებს. აი ეს არის პრობლემა. ნახეთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ლაპარაკობთ ხოლმე საერთოდ.
აი ეს არის პრინციპი, ხო? იმედენად ცუდი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში შექმნილი, რომ ვეღარ გაიგებ ვის რატომ იჭერენ, მათ შორის ჩვენ ხო ვიცით, რომ კორუფციაზე იჭერენ ადამიანებს, იმიტომ რომ ღარიბაშვილის მხარეს იყვნენ. ხო, თავის კორუმპირებულ ხალხს არ იჭერენ, ხო? ანუ და აი აქ მოვდიოდი, ნახეთ, აი ჩემთვის თავარი რა არის, უძლაური კი არ არის ჩემთვის თავარი არ ვინმე. ჩემთვის თავარი არის პრინციპი. პრინციპი რა, აი როგორი მახინჯი პრინციპია და აი ამ სიმახინჯეში შეგოშება ადამიანს უნდადეს ცხოვრება, ხო? ერთ დღეს რეჟიმი გამოდის და გეუბნება, რომ ფრონტის ხაზს გიხსნიდანო და გასამართლეს იგი გითხრებდნენ ომშიო. მეორე დღეს გამოდის და ხელს ართმევს. ერთ დღეს გამოდის და ამბობს, რომ ევროპულ კავშირში თუ შევალთ, ასე იგი ყველა კაცები უნდა გათხოვდნენ კაცებს და აი მსგავსი ტიპის პარანოიულ ბოდვებს გვთავაზობს, აი 1000-წლოვანი ცივილიზაციის ერს, ხო? და მეორე დღეს გამოდის, იგივე მდინარეზე მძანა, ხო? ახლახან უკვე რომ დაბრუნდა საჯარო ცხოვრებაში, არაო, სად არისო ეგეთ რაღაცები ევროპაშიო? ან სად არისო ჩარევაო სახელმწიფოებს შორისო? აი ხა რომელი უნდა გაიგოს ნორმალურმა ადამიანმა, რომელიც ამ ყველაფერს უსმენს? ხო, მაკრონი მაგალითად მაკრონს არაფერად კოკაინში კიო, მთელი ტროლები რომ მეუქციეს, კოკაინში კიო და მეორე ფრონტის ხაზი უნდაო და ქართველებს გვებძვისო. მერე მაკრონმა რომ ხელი წამოარტყა პატრიცომულ კობახიძეს, ამოხდა ტანსაცმლიდან კობახიძე გაბადრული. როგორ უნდა გავიგოთ ხალხმა, აი უსმენთ, ხო? კაი ვთქვათ, აი პოლიტიკურად გადავდოთ, ხო? ვინ რომელი პარტია ადამიანმა როგორ უნდა გაიგოს? კვირაში რამდენი პარასკევი აქვთ? ხო? ეს მაკრონი კოკაინში კია და მეორე ფრონტი უნდა თუ კარგი ადამიანია, რომელიც მიესალმა მთელი 10 წამის განმავლობაში კობახიძეს, რაც გადაგვაყოლეს, ხო ამას, ხო? მე ორი კვირა პროპაგანდა ამით იკვებებოდა, გვახსოვს. ძალიან კარგად, არაერთი არხის, რომ აი მაკრონი მიესალმა კობახიძეს და 3 დღით ადრე მაკრონი იყო რაღაცა უჩხული და მონსტრი, ხო? ამიტომ ასეთ ადამიანებს ეხება საქმე, უბრალოდ ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა დაიჭოს არაფერი, ასაც ამბობენ, ეს ერთი და მეორე უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალთ არის, იმისთვის, რომ ეს ხალხი არ მართავდნენ მის, ესე იგი როგორ ვთქვათ, მშობლიურ სახელმწიფოს, იმიტომ ასეთი ხალხის პირობებში არაფერი ნორმალური არ არსებობს, ეს ფიზიკურად გამორიცხულია, ხო, წარმოუდგენელია. და შეხება უძლაურის დაპატიმრებას მე არ ვიცი რეალურად რას აქვს შეხება, მე არც ის ვიცი თუ სახელმწიფო საიტს აკვალიფიცირებს ბრალს, ანუ მაპატია რომელ სახელმწიფოებზე ჯაშუშობისკენ მიყავს შესაძლო ჯაშუშობისკენ ამქო ვთქვათ საქმე, ამიტომ ძალიან გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. უბრალოდ ერთ ესაც ჩვენ ვხედავთ არის შიდა ფრაქციული ბრძოლები, ამას ჩვენ ვხედავთ ძალიან აქტიურად. ჩვენ ვხედავთ რომ კობახიძე ასამართლებს ღარიბაშვილს და მთელ მის პლეადას და მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ აი კონსპიროლოგიას და ეხლა დღეს ჩვენ შეხვედრას ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, ხო? როგორც აშუქებდა პროპაგანდისტული მედია, ჩემთვის ეს არის ყველაფრის თქმელი, ხო? აბსოლუტურად მორღვეული, მრუდე აქცენტებით. და აი ასე იქმნება ეს მითიური საბურავი. მაშინ რადგან საბურავი. ეს შეხვედრა რამდენჯერმე ახსენეთ ვისარგებლობს შემთხვევით და მეც დაგისვავთ კითხვას, რატომ ჩაითვალა რომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან აუდიენცია იყო საჭირო და მეორე მხრივ რა იყო თქვენი გზავნილებიც და რა პასუხებიც მიიღეთ მათი მხრიდან თუ კი ასეთი პასუხები იყო, ანუ რა ტიპის ინფორმაცია თუ გზავნილები გაიცვალა თქვენს შორის? ეს იყო ჩვენი ინიციატივა და ჩვენი უცხოელი მეგობრების დიდი ინტერესი. ამის თანხმდრა ჩვენ გვაქვს ხოლმე რეგულარულად რა თქმა უნდა შეხვედრები იქამდე გასულ კვირაში ყოველგვარი მედია ჩართლობის გარეშე მე პირადად შევხვდი რამდენიმე ელჩს სხვადასხვა საელჩოში, სხვადასხვა რეზიდენციაში. ეს არის ძალიან რეგულარული ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ჩვენ ვატყობინებთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ რა ხედვა გაგვაჩნია, რა სტრატეგია გაგვაჩნია, სად გონია გამოსავალი, რა მუშაობას ვწევთ. იმიტომ ეს ხალხი არიან ჩვენი მეგობრები, ხო, ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ეს ადამიანები და მათი სახელმწიფოები 30 წლის განმავლობაში არიან საქართველოს პირველი მცველები საერთაშორისო ასპარეზზე. ის რომ ტერიტორიული მთლიანობა არ არის ესე იგი როგორ ვთქვათ, ის რომ არაღების პოლიტიკა ტარდება ძალიან მარტივად ვთქვათ, არის ამ სახელმწიფოების დამსახურება. ის რომ საქართველოს ჩვენი სახელმწიფო იღებს ამდენ დახმარებას. ეს არის ამ სახელმწიფოების დამსახურება. ის რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ ყველგან და არაღიარებენ ეგრეთ წოდებულ აფხაზეთს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს. ეს არის ამ სახელმწიფოების დამსახურება. ის რომ ქართველი ხალხის გვერდით განან, სულით და გულით არის ამ სახელმწიფოების დამსახურება და შესაბამისად ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას ვწერთ მათთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და აი ქოცვები, რომელიც არიან ანტიქართული ძალა, პირიქით ესხმიან თავს ყველა ამ მხარეს და არ ვიცი ამაზე მარტივად უკვე როგორ უნდა ვთქვათ,
აი სულიად პირდაპირ ჩანს ყველაფერი, ხო? კოცები მტერს ეძახიან, მეგობარს და მეგობარს ეძახიან მტერს. აი ეს არის გამბრუნებული რეალობა. ევროპელი პარტნიორების მწვავე კრიტიკით და მათ მიმართ არა მარტო კრიტიკით, ბრალდებებითაც კი ვართ რიგ შემთხვევაში დაკავებული, აგერ სომხეთში სიხარულით უხსნიან კარს ევროპელ ლიდერებს და გასული დღეების განმავლობაში ვხედავთ კიდეც ევროპულ პოლიტიკურ ელიტას ერევანში დაწყებული ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელებიდან ემანუელ მაკრონით თუ კირ სტამერით. ამიტომ ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზეც, რა სახე მიიღო ამასობაში, სანამ ჩვენ ბრიუსელს ვებრძვით ევროკავშირის და სომხეთის ურთიერთობებმა და რა ნიშნულამდე ავიდა ეს ურთიერთობები. აი გითხარით, რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იმ გზავნილებიდან, რაც გუშინდა დღეს მოვისმინეთ ერევანში. ხო, ეს არის ძალიან კარგი კითხვა და არ ნახული შემოტრიალება არის პოლიტიკური კურსებისა. ერთ დროს ბევრად უკანმყოფი სომხეთი დღეს გვასწრებს ყველა შესაძლო პარამეტრით გვასწრებს დემოკრატიის კუთხით გვასწრებს საგარეო პოლიტიკური კუთხით ამ სომხეთმა დაახლოებით ბოლო წელიწადების განმავლობაში შეძლო სრული რეორიენტაცია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის, რაც ნიშნავს რას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააფა სტრატეგიული კავშირი, ევროპულ კავშირთან გააფა სტრატეგიული კავშირი, სტუმრად ყავდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სულცო დაქრისტიანეთი 2 თვის წინ დაახლოებით ყველას ახსოვს, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი. ახლა სტუმრად ყავს ევროპული კავშირის ლიდერები, უმაღლესი დონის დელეგაციები, არათუ ერევანს, სამხრეთ კავკასიას არ უნახავს ამ მასშტაბის, ამ კალიბრის პოლიტიკური შეხვედრა. არასოდეს საქართველოში ჩამოსულა ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გვახსოვს, მაგრამ ამ მასშტაბის, ამ კალიბრის, ამ სიფართოვის და ამ როგორ ვთქვათ დიაპაზონის მატარებელი პოლიტიკური შეხვედრა ჩვენ არ გვახსოვს რეგიონში საერთოდ. და ეს შეძლო ფაშინიანმა. ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს. და მე ხო ფაშინიანის ძალიან დიდი გულხურვალე, გულშემატკივარი ვარ, აქვე ვიტყვი. ძალიან სწორი მგონია მისი პოლიტიკის კურსი, ძალიან ბევრი მიმართულებით და საერთოდ სომეხი ერთს ვუსურვებ, რა თქმა უნდა, მთელი გულით წარმატებას, იმიტომ დემოკრატიული სომხეთი და დემოკრატიული საქართველო ერთმანეთს ჭირდება, ხო, როგორც ერთიანი პლაცდარმი, ერთიანი სულისკვეთების მატარებელი, ორი მოძმე ერი და ორი მეზობელი. მაგრამ ამავე დროს გული მტკივა, იმიტომ რომ ის რაც ახლა ხდება სომხეთში უნდა ხდებოდეს საქართველოში. ძალიან მარტივად ყოველგვარი ანტი-სენტიმენტის გარეშე. პირიქით, მადლობა მთელი გულით ვუსურვებ, ყველაფერი კარგზე მიხარია რაც იქ ხდება. უბრალოდ ეს აქაც უნდა ხდებოდეს მინიმუმ და რომ არა ეს ავბედითი შემოტრიალება, რო არა აი ქოცური წყევლა რაც დაედო საქართველოს, წყევლა რომელიც მარტო საგარეო პოლიტიკას კი არ დაედო, ფასებს დაედო, აი რაღაცა ფარსების კომისია დააჯდა და რომ იმსჯელეს 750,000 ლარი რო აქვს საყიდლებზე დახარჯული კაცს. მან კაცმა როგორ უნდა იმსჯელოს 750 ლარი რო აქვს საერთოდ ადამიანს თვეში, ყველაფერზე რომ უნდა იყოს. აი იმის ცხოვრებაზე როგორ უნდა იმსჯელოს კაცმა, რომელსაც აქვს დახარჯული 750,000 ლარი მხოლოდ საყიდლებზე. აი ვკითხო, ვერანაირად უნდა გაიგოს, რას ნიშნავს 750 ლარად ცხოვრება და ამიტომ ხო არ არის, რომ სანამ ეს ფასების კომისია მუშაობდა, ყველაფრის ფასმა აიწია ამ ქვეყანაში. უარესად ძვირი არის, უფრო გაძვირდა ცხოვრება. ანუ ქოცები ნიშნავს გაძვირებულ ცხოვრებას, შიმშილს, უპერსპექტივობას და ქართველების გადაინებას ამ ქვეყნიდან. ფაშინიანი აი კონტრასტი რო ავიღოთ, ხო, ნიშნავს 9 მილიონ დოლარად შეფასებულ ახალ სამხედრო კონტრაქტს, თავდაცვის კონტრაქტს, NVIDIA შეყავს ამერიკული კომპანიების 10,000 სამუშაო ადგილს შექმნის სომხეთში, 10,000 ეროვნულ სამუშაო დასაქმების ადგილს შექმნის, ხო? აგერ აზერბაიჯანმა გააბა სტრატეგიული კავშირი პირველად პარტნიორობას დადო ოფიციალური, აი ჩვენ რო ქონდა რომ წაგვართვეს, ხო, გასულ წელს. უბრალოდ 2024 წლის მიწურულს წაგვართვეს, ჩამოგვართვეს, გაჩერდა ქოცების გამო და აზერბაიჯანმა ეხლა დადო. ანუ შევხედოთ ხალხ რა ხდება, ყველა ირგვლივ. ხო, აღარ ვახსენებ მოლდოვას, უკრაინის სხვა კონტექსტი აქვს, ამ ჭულში არ ვისაუბრებ, მასზე ბუნებრივია, მაგრამ მოლდოვას ხო არ აქვს ის კონტექსტი. მოლდოვაში არის აბსოლუტური მშვიდობაა და ადეკვატური მთავრობაა. რატო იქ არ დაიწყო ომი, ვერ გავიგე. კარგი, საქართველოს პოზიციები როგორ იცვლება? აი ეს მინდა ვთქვა თქვენ ნაბართვით, რატო მეორე ფრონტის მითი, ვისაც სურს რომ დაამსხვრიოს, ხო? აი თუ ვინმე ქოცებს აკითხო, ხო, ვერაფერზე რომ ვერ გიპასუხებენ, კორუფციაზე რომ ვერაფერზე ვერ გეტყვის, იმაზე ვერაფერზე ვერ მშვიდობა ხო არის? აი გამოკითხვებში ვუყურებ ხოლმე, ხანახა ქუჩის გამოკითხვებში და კარგი არ არის? აი გუშინ ყოფილი ერთი ხალხბატონი მიდის, ნეტა რა უხარია. ბომბები რო არ გეცემა, კარგი არ არის? ჟურნალისტს ეუბნება.
ხო? ანუ ვინმე მოთხა ბომბები უნდა ეცემოდეს? ხო, მშვიდობა და ახლა უკვე გეოგრაფიულ მოლდოვაში ბომბები ცვივა. გეოგრაფიულ მდებარეობაზეც დაიწყო აქცენტის გაკეთება მართლ პარტიაში და ამაზე რატომ მინდა მოლდოვა მანჩელში? მოლდოვა არის უკრაინის გვერდით, ჩვენგან განსხვავებით. მოლდოვას ასევე აქვს რუსული ოკუპაცია, ხო? დნესტრისპირეთი. ანუ შიგ მოლდოვაში ტერიტორიულად შიგნით ანკლავის სახით არის რუსების ჯარი. იქ არ დაწყებულა და მეორე ფრონტი და რაღა აქ უნდა დაწყებულიყო მეორე ფრონტი. როგორ წვენია კოდს და იმედია ეხაც მოისმენენ კოდები ამას და ვინც არ მოისმენს კოდებს ვკითხოთ ყველამ. აი მოლდოვას როგორ აგვიხსნიან? აი ლიტვას და ლატვიას არ ვახსენებ. უნდა დაგისვათ კითხვა, იმიტომ რომ ცოტა დრო დაგვრჩა და შესაბამისად პასუხი თუ ვერ მოვისმინეთ, მაშინ მომიწევს რომ უკვე დავასრულო გადაცემა. რა პოზიცია, როგორ იცვლება საქართველოს პოზიციონირება რეგიონში და იცვლება თუ არა ჩვენი პოზიციები იმის გათვალისწინებით, რომ აი წინა პლანზე შემოდის სომხეთი და ამ კითხვის დასმა მათ შორის მინდა ქართულ ოცნებაში გაკეთებული განცხადებების კონტექსტში და აი მე გეტყვით რა პოზიციასაც ვისმენთ მართლ პარტიაში უნდა დასხდნენ საუბარია სწორედ დასავლელ პარტნიორებზე და ჩვენ გვესაუბრონ ვინაიდან ძალიან მაგრად ვჭირდებით აი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი აქტიური დეპუტატის ლევან მაჭავარიანის განცხადებიდან მოვახდინე ახლა რამდენად შეიძლება წავიდეს ყველაფერი მაინც იმ სცენარით როცა ევროკავშირი შეეგუება და მიუხედავად იმ პრობლემებისა რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს აი სავაჭრო და ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას დაიწყებს. ანუ რამდენად შეიძლება გამართლდეს ის გათვლა, რომელიც აი როგორც ჩანს არსებობს მართლ პარტიაში. აი ნახეთ როგორი დღე დაგვიდგა საქართველოს აი მართლაც 1000 წლოვან სახელმწიფოს არსების ისტორიაში. აი ესე იგი ევროპული კავშირი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდა დააჯდეს ლევან მაჭავარიანთან, რომელსაც როგორც ჩანს წიგნი არ გადავშლით ცხოვრებაში და აი სისულელს ამიტომ ამბობს და მას ელაპარაკოს როგორ გახდეს ევროპული კავშირი უკეთესი, უფრო ქოცური. და აი ამაშია საქმე. კოცებს ერთმა დიპლომატმა მითხოს ვაშეში აი ახლა ხარ ამ ბოლო თვეების განმავლობაში თავის დაკვირვება რომ თითქოს ისეთი განცდა მაქვს რომ თითქოს ქართულ ოცნებას უნდა რომ ევროპული კავშირი მიიღოს თავისთან წევრად. ან თითქოს კანდიდატად ჩვენ გვიყურებსო და არა საკუთარ თავსო. აი ეს მენტალობა აქვს ახლა აი ვინმე ლევან მაჭავარიანს მაგალითად აქვს ეს მენტალობა. ეხლა მას რომ რაიმე წარმოდგენა ქონდეს ან საგარეო პოლიტიკაზე, ან გეოპოლიტიკაზე, ამ სისულელს ხო წამოროშავდა, მაგრამ არა აქვს და რა ქნას იქ დასვეს იმისთვის, რომ დააჭიროს ღილაკ თითია ესე და ზოგჯერ მაგასაც ვეაჭერ ხომ ეს წონად. ხან წითელი მწვანეერება და ხან რა. ნახეთ რა შეიძლება საქმე თუ კი საქართველოს არ გამოიყენებს საკუთარ გეოგრაფიას. მაშინ გეოგრაფია დაგვრჩება უბრალოდ გამოუყენებელ ცარიელ აბსტრაქტულ ფენომენად. გზა დაგვრჩება, ფიზიკური გზა. მაგრამ გზა უნდა დატვირთო პოლიტიკურად და ეკონომიკურად იმისთვის, რომ ერმანახოს სარგებელი, იმისთვის, რომ ბიუჯეტში შევიდეს თანხა, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილი შეიქმნას და აი სანამ კოლექტიურ უვიცებს, აი ამათ ვინც აციტირეთ მაგ ბატონს და სხვაებს, მაგათეთ გონიათ რომ რაღაცა გზა რახან გვაქვს, ყველაფერი კარგად არჩევა, ეს ასე არ არის. ამასობაში შეიცვალა სამხრეთ კავკასიის დინამიკა. ამასობაში ახალი გზა არსებობს, უკეთესი სატრანზიტო საშუალებები შეიქმნება და საქართველოს დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში და აი ეს ქოცური მითი მინდა ყველას ესმოდეს რომ ჩვენ მაინც ვჭირდებით გზა გვაქვს. დარჩება მხოლოდ დაჟანგებულ გზად. როგორც ყველაფერი არის, როგორც ანაკლია არის, სადაც ისიც აღარ არის, რაც გაკეთდა წლების წინ, ხო? აი ესე დაჟანგდება ყველაფერი, აი ესევე ჩაქოცდება ყველაფერი და საქართველოს დარჩება ჭაობა და წუმბეთი სამწუხაროდ. დიდი მადლობა გრიგორ იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს დაგემშვიდობებით გრიგორ გეგელია იყო დღეისთვის ბოლო სტუმარი შესაბამისად თავისუფალი სტუდია ასრულებს მუშაობას მე მშვიდობიან ხამის გისურვებთ ნახვამდის